მადლობა თქვენი ინტერესისთვის რომ აქ მოხვედით. ჩვენ გვაქვს მცირე დრო და ამ მცირე დროში მე მინდა რომ ჩვენი შეხვედრა ეს ბოლოს თქვენ აქედან რომ გახვალთ წაიღოთ რაღაც თქვენთვის გამოსადეგი ინფორმაცია. რატომ ჯერა რომ ესე მოხდება, იმიტომ რომ მე ამ კითხულობა მას პირველად ეს არ არის ის თემა, რომელსაც მე პირველად ვეხები ცხოვრებაში. უბრალოდ სხვადასხვა სახელებს არ ქმნიან ხოლმე, ხან სიტყვის ზავა, ხან რაღაცას ერთხელ. ძირი და ბაზისი ამის ერთია და გარდა იმისა, რომ მე გამაჩნია დავუშვათ ერთია რომ რაღაც პროფესიული ცოდნა გასაგებია, მეორე ეს არის მრავალი წლების დაკვირვება ადამიანებზე და მესამე რაც მთავარია, შედეგებს ვხედავ. ანუ ვხედავ დადებით შედეგებს იმის მერე, რაზეც ჩვენ საუბარი გვექნება. წინასწარ გითხრათ, რომ არაფერი, რაზეც ჩვენ შევეხებით, თქვენთვის უცნობი არ იქნება. თქვენთვის იქნება ყველაფერი ნაცნობი, უბრალოდ თქვენ კონკრეტულად თქვენ არ გულისხმობ, ადამიანები ამაზე ყურადღებას არ ამახვილებენ, არ აქცევენ ყურადღებას. ამიტომ საუბარი იქნება ისეთი, რომ მე ვეცდები გამახვილებინოთ ყურადღება ისეთ საკითხებზე, რომელსაც ადამიანები არ აქცევენ ყურადღებას, ან ნაკლებ ყურადღებას აქცევენ და ამის გამო ექნებათ პრობლემები ხოლმე. ზოგადად აი პრობლემების თვითონ რა პრობლემებზეც საუბრობენ ხოლმე ჩემთან, ძალიან დიდი პროცენტი არის იქიდან, რომ ელემენტარულად არ იციან ურთიერთობა. არ ფიქრობენ ურთიერთობას. ესე იგი, ადამიანი ყველაფერზე ფიქრობს ხოლმე, გარდა იმისა, თვითონ რას აკეთებს, ხო? ადამიანს ისიც აქვს, რომ მეორე ადამიანის მიმართ ზოგადად მოთხოვნები აქვს, რომ ესეთი უნდა იყოს, ესე უნდა გააკეთოს, ესე უნდა გააკეთოს და რამდენჯერ დამისვამს კითხვა, რომ შენ რომ ესეთი მოთხოვნები გაქვს იმ ადამიანის მიმართ, შენ რას აძლევ მას? შენ ღირებულება არ დაგიდგენია და ვიღაცას თხოვ, ისეთი იყოს, ასეთი იყოს, ისე იფიქროს, ასე იფიქროს, როგორც შენ გინდა, ხო? ნუ ესეთი საკითხებია. ახლა ვეცდები, რომ ძალიან მარტივად გასაგებ ისაც არ მახასიათებს ტერმინების საუბარი, რომელზეც დამატებითი კითხვები დაგჭირდებათ, მარტივად წარმოვიდგინოთ, რასთან გვაქვს საქმე, როცა ვლაპარაკობ თუნდაც აი თემის ქვეშ სიტყვის ძალა. დააკვირდით, ყველა ადამიანი ცდილობს გავლენა მოიპოვოს მეორე ადამიანს. ყველა თითეული თქვენგანი, რო შედიხართ ურთიერთობაში, თქვენი მიზანია გავლენა მოიპოვოთ ადამიანზე ან ადამიანთა ჯგუფს. ვინმეს ეჭვება, რომ ესე არ არის. თუ ეჭვებარებთ, გკითხეთ და დამატებით არგუმენტს მოგეთ. ახლა სიტყვა გავლენა რას ცუდად, ცოტა უხეშად. რაში გვჭირდება ჩვენ ეს გავლენა? გავლენა გვჭირდება საკუთარი ინტერესების გასატარებლად. აღარ წინასწარ შევთანხმდეთ, რომ როცა საკუთარ ინტერესებზე ვსაუბრო, არ გულისხმობ რამე რთული ინტერესი, ხო? მე რომელიმე ყავის დალევა მინდა, მეზარება მარტო წასვლა და რომელიმე თქვენგანს თხოვე, რომ წამომყვეს. ესეც ჩემი ინტერესის გატარება. ან გუშინ ფეხბურთის მატჩს უყურე, აჟიტირებული ვარ, ემოციებისგან დაცვა მინდა და რომელიღაცასთან მოვედი და უყვები ნახე გუშინ. ანუ ჩემი ინტერესს ვაკმაყოფილებ ამ ურთიერთობაში. რთული. იგივე ხო, ტაქსის ძღოლს რომ ჩამოვიდები მეთქი მანქანაში და გეუბნება, რომ რას გეუბნება, რომ საწვავი ძალიან გაძვირდა. რატო გეუბნებათ, ხო ხვდებით არა? იმიტომ რომ მე თანხას რო გეტყვის, შენ ნაკლებად გაუპროტესტო, რაც გადასახდელი. ანუ ეს გავლენების ცდელობა მუდმივია ჩვენ ცხოვრებაში. მუდმივი. თქვენ რო დაიწყოთ მონიშნა გაღვიძებიდან დაძინებამდე რამდენმა ვიღაცამ სადა თქვენზე გავლენა მოახდინა. საშუალოდ აქტიური ადამიანი თუ ხართ, დაახლოებით 100-დან 130, 150-მდე ახლავ. ოჯახის წევრმა მე უყდე რაღაც გთხოვა, ბავშვმა რაღაც გითხრა, შვილმა გამოხვედი, შეკვდა მეგობარი, იმას რაღაც უნდოდა,
აგერ ის წერია, რა ქვია, რეკლამა, ბილბორდია, გაკრული, იქ რაღაც წერია იმასაც უნდა რომ გავლენა იქონიოს თქვენზე, ნუ ტელევიზორს რო ჩართავ, ხო საერთოდ ყველას უნდა რომ გავლენა იქონიოს, ყველა რეკლამას უნდა გავლენა იქონიოს თქვენზე. ასე რომ თქვენ ცხოვრობთ მუდმივი შეტევების მდგომარეობაში. ახლა პოლიტიკოსებზე რო არაფერი თქვა, პოლიტიკოსის ოცნება გავლენა კონდეს თქვენზე დაბადებიდან, ხო? ასე თქვა და არა მარტო პოლიტიკოსი. ახლა დავსვათ კითხვა, მე ამ შესაძლოა ვიწყებ, იმიტომ რომ მე მინდა დაგანახოთ მექანიზმი როგორ მუშაობს. კი 100-150 მცდელობაა თქვენზე გავლენა იქონიოთ. მათ შორის მაგალითად მათხოვარი ცდილდება. მაგას აკეთებს, უნდა რომ გავლენა იქონიოს. ხო? როცა კუჩაში დგას და თქვენ გთხოვთ დახმარებას. დავსვათ ახლა შეკითხვა მარტივად. ყველანი ჩვენზე გავლენას ვერ ახდენენ. და ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ყველა ვისაც ცდილობა აქვს თქვენზე გავლენა რომ მოახდინოს, თქვენ არაფერი არ დაგჭირებთ ცხოვრებაში, ანუ თქვენ მისი ინტერესებით იქ. მარტივი კითხვა. ვინმე კონკრეტულად ადამიანს არ გულისხმობ. როდის ახდენენ ჩვენზე გავლენას, ან როდის ვახდენთ ჩვენ სხვაზე გავლენას. რა შემთხვევაში გვაქვს? თქვენ რო არ გაწოლოთ არახართ იმხელა ჯგუფი პასუხზე, პირდაპირ გეტყვით და დაფიქრდით. გავლენას ახდენენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეძლეს და აღძრეს ემოცია. თუ ემოცია არ არის, გავლენა ნულია. კუჩაში რო გადაადგილდებით და რაც ხალხი დადის, მანქანა დადის, თქვენ არც მანქანა გახსოვთ, არც ხალხი არ გახსოვთ. იმიტომ რომ ემოცია არ აღძრვა, თქვენი ყურადღება იქით არ მიმართულა. არაბა რამე მოხდეს ან ავარია ან რაღაც მსგავსი უჩვეულო, მაშინ ყურადღება წავიდა, ემოცია აღიძრა და ის გავლენას ახდენს. აქედან ნახეთ ლოგიკას რომ გამოდის რომ თუ მე მინდა ვიღაცაზე ინტერესი, ჩემი ინტერესი გავატარო ჯგუფთან ადამიანების თუ ადამიანთან თუ რა ქვიშობა, მე უნდა შევძლო აუწრო ემოცია. ესე იგი თქვენ რომ ამ საქმეში ძალიან მაგრები იყოთ და კარგები იყოთ, შემდეგ კითხვებს თქვენ თავში უნდა უპასუხოთ. რა მინდა? პირველი. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, იმიტომ რომ ძალიან მარტივი კითხვა, ხო, აბა რა, უნდა ვიცოდე რა მინდა, მაგრამ ჩემი დაკვირვება იმასაც აჩვენებს, რომ ადამიანები მოქმედებენ ისე, რომ თვითონ არ იციან რა უნდათ. მართლა და მე რო დამისვოს კითხვა ბოლო რა გინდა მეთქი, ვთქვათ, რომ უი რა კაი კითხვაა და ნუ ერთი წელია რაღაცას აკეთებ და ჯერ გაგერკვია რა გინდა, ხო? ანუ პირველი კითხვა რა მინდა, მეორე კითხვა არის რომელი ემოცია უნდა აუძრა იქით ხარეს რომ მივიღო შედეგი და მესამე კითხვაზე პასუხი უნდა მქონდეს როგორ უნდა აუძრა ის ემოცია რომელიც ჭირდება შედეგის მისაღებად. აი ეს სამი რაღაცა თუ კარგად გავაცნობიერეთ, მერე შეგიძლიათ ურთიერთობაში შეხვიდეთ. რომ გავლენა იქონიოთ. ჩვენი სურვილი არ არის საკმარისი მივიღოთ შედეგი. მე მინდა ახლა რომელიღაცა თქვენგანი ადგეს და ლექსი თქვას, ეს არის ჩემი სურვილი თქვათ, ხო? და იმ ადამიანს არ უნდა ადგეს და ლექსი თქვას. და მე უბრაზდები რატო არ უნდა იმას თქვას ლექსი. ჩვენ დაახლოებით ეგრე ვართ ურთიერთობებში. და რატო უნდა უნდოდეს? მაშინ მე უნდა მოვიფიქრო როგორ გავაკეთო ისე რომ მას მოუნდეს რომ ლექსი თქვას, რომ მე მივიღო ის რაც მე მინდოდა და ის ადამიანიც კმაყოფილი დარჩეს. ამას უკვე ჭკუა ჭირდება. და ტვინი ჭირდება. ძალიან ბევრი შეხვედრები მაქვს ხოლმე 12-11 წლის ბავშვებთან, უნდა ხოლმე რომ შევხვდეთ და ვეკითხები რომ გაიზრდები, როგორი გინდა რომ იყო. რა ვიცი, არავის არ უთქვას ჭკვიანი მინდა ვიყო. ყველაფერს ჩამოგითვლიან ამის გარდა. ესე იგი ადამიანი ცხოვრობს და არ ფიქრობს რომ ჭკვიანი იყოს. თუმცა ყოველდღე სასწორზე იწოდება და აინტერესებს რამდენი გრამი მოიმატა და დაიკო. ხო? და ერთი თვე რომ გავიდე და ისეთი ხარ რომ აქ არაფერი მოგემატა, უნდა მიხვდე რომ ცუდა დაასაკა. მაგრამ ამაზე არავინ არ ფიქრობს.
Გაუბრუნდათ ჩვენ ემოციებს. Შემძელით დაუგზავნით ემოცია, გავლენა ვიქონი. მოდი ახლა სიტყვის ძალა ქვია და დავუკავშიროთ რა შუაში აქვს სიტყვა. აი, ნახეთ როგორ არის თქვენი ემოციები არ იწვრება, მიბმულია გარკვეულ შინაარსებთან. ეს ხდება რომ დაიბადეთ, სადიზდებოდეთ რა კულტურაში. თავის დროზე ეს ემოციები მაგრდება კონკრეტულ შინაარსებთან. ერთი ხდება დასწავლით, ღირებულებების ფორმირებით, მეორე ვარიანტი უშუალო გამოცდილებით, ხო? პატარა ბავშვი რო ხარ და იმაში შესაერთებელში თითი შეყავი და დენვა დაგარტყა, მერე უკვე ეს შესაერთებელი შემთხვევით დაკავშირებულია უარყოფით ემოციასთან. ეს საკუთარი გამოცდილებები და არის კიდე დასწავლელი გამოცდილება. ანუ ღირებულებით ნაწილში. ყველა მიცით ახლა ვიღაცას რო შეაგინოს დედა, იქიდან რა ემოცია წამოვა? უარყოფითი აგრესია. ანუ ნახეთ, შინაარსი გავიგეთ, შინაარსი მიბმულია ემოციაზე და იმიტომ წარმოვიდა ეს აგრესია. ვიღაცას ძალიან კაი რაღაცა უთხრას, სასიამოვნო, ის შინაარსი თუ დაჯდა იმაზე, რომ მეორე ადამიანს იმ შინაარსთან დაკავშირებული ემოციური ბმა დადებითი ემოციისგან გამოიწვევს დადებითი ემოციას. უარყოფითს არ დადებითს. ნეიტრალური ემოცია არ არსებობს. ან უარყოფითი ან დადებითი. ესე იგი, ნახეთ, მივედით გავლენის მექანიზმზე. გავლენა იმ შემთხვევაში გვაქვს, თუ ემოცია ეკითხარეს აუგზავნით. მაგრამ კიდევ ერთხელ ყურადღება მიაქცევთ, შინაარსთან არის მიბმული ეს ემოცია. ვიღაცა რომ შემოვიდეს და რაღაც ჩვენთვის გაუგებარი თქვას, უცხო ენაზე, ჩვენ რეაქცია არ გვექნება, სანამ არ გვითარგმნია. და რო გვითარგმნიან, ანუ შინაარსს რო გავიგებთ, მერე მოდის ეს ემოცია. ახლა ბუნებას დააკვირდით. შინაარსი და ემოცია ერთმანეთთან კავშირში არის, როგორც თოკი, ერთი ბოლო და მეორე ბოლო. შინაარსი იწვევს ემოციას და ემოცია იწვევს შინაარსს. მოდი ესეთი რაღაცა. ხარ შენთვის წყნარად, შეგაგინეს და გაბრაზდი. ხო? ანუ შინაარსმა გამოიწვია ემოცია. ახლა მეორე ვარიანტი. გაბრაზდი და შეგინება მოგინდა. ანუ აქეთ მოკაჩავ შინაარსი მოყვება, იქიდან მოკაჩავ ემოცია მოყვება. ასე მოქმედებს. მანამდე უნდა გითხრათ, რომ მარტო ლაპარაკი არ არის ურთიერთობა არის ურთიერთობისთვის ყველა ელემენტი არის ხოლმე მნიშვნელოვანი თქვენთვისაც და ჩემთვისაც, საიდანაც ადამიანი შეცდომით თუ არაშეცდომით ეს ძალკე საკითხია, კიდე ინფორმაციას იღებს და ჩვენ არ ვიღებთ ინფორმაციას მარტო სიტყვებით. ჩვენ ვიღებთ ინფორმაციას ქცევებითაც. ანუ როგორღაც მოიქცა ადამიანი, მისი ქცევა, ნახე რა მოხდა, რაღაცნაირად მოიქცა, მისი ქცევა გავაშინაარსე, ანუ ეთქვით მაგალითად, ხო, ვიღაცა დაეხმარა ვიღაცას. ეს დახმარების ქცევა მე ჯერ შევაფასე, რომ კეთილია ეს ადამიანი და შემდეგ გამოიწვია ის ემოცია, რაც სიტყვა კეთილთან არის დაკავშირებული. აი გაგიგიათ ის ხო, ამ კაცრა ბოროტი თვალები აქვს. ბოროტი თვალები როგორ უნდა გქონდეს, ხო, ჩონჩხები ხო არ გიხატია თვალებში არა? ჯერ შინაარსი ჩავდე, იმ შინაარსმა გამოიწვია შესაბამისი ემოცია. და აქედან მე მგონი რა თემაზედაც ვსაუბრობ, თქვენთვის გასაგები ხდება. ამ სიტყვებს აქვს მნიშვნელობა და ძალა. ამ ინფორმაციის გაცემას აქვს ზემოქმედების ძალა. ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს. და არ ვფიქრობთ, რომ ეს მარტო მე ვლაპარაკობ ამაზე, თქვენ ეგრე იმართებით. დააკვირდით, ცხოვრება გადაეწყო ჩემთვის ძალიან ცუდ ვარიანტზე მარკეტინგულ გაყიდვების სქემა იყო.
ძველად ვაჭრობა როგორ იყო, ხო? მე ნახალდი დავუშვათ რა არის ლაგოდეხში, დავუშვათ გავიგები რომ შაქარი არ არის ლაგოდეხში, წავედები ამ შაქარს მოვიტანდი და ამაში მე ფული მქონდა, დავუშვათ, ხო? ეხლა ნახე თქვენ ყიდულობთ იმას კი არა, რაც თქვენ გინდათ. ყიდულობთ იმას, ვისაც რისი გაყიდვა უნდა. კომუნიკაცია იმდენად დაიხვეწა, რომ თქვენ შეიძლება ყიდვაზე გადაწყვეტილება მიიღოთ, ცხოვრებაში რომ არ გიფიქრია ხვალ იმაზე, ანუ იყიდო ის რაღაცა, რაც საერთოდ არ გიფიქრია. მეცაც გეტყვით, შეიძლება იყიდო ის, რაც საერთოდ არ გჭირდება. და როგორ ფიქრობთ, როგორ ხორცეობენ ეს? ზუსტად ემოციების ემოქმედებით და შინაარსი. და რო თქვი, რომ მარკეტინგული სქემა შეიძინა, იმიტომ რომ აი პატარა ბიჭებს, რომელსაც და გოგოებს, რომელსაც ვეუბნები, რომ გაიზრდები, რომ როგორ გინდათ იყოთ, ყველას უნდა რომ წარმატებული იყოს. ანუ 10 წლის ბიჭი გეუბნა, რომ წარმატებული უნდა იყოს, მაგრამ ჭკვიანი არ. თავში არ მოსდის. წარმატებულობას კრიტერიუმებით შეიცვალა. სერიოზულად შეიცვალა. ნახეთ როგორ არის. ძველად შენ რო წარმატებული და ცნობილი ყოფილიყავ, რამე უნდა შეგექმნა. ხო, მნიშვნელოვანი უნდა შეგექმნა. ეხლა შექმნა არა საჭირო, ეხლა არის ნახობის რაოდენობა. და ნახობის რაოდენობა არ მინდა ეხლა თქვა, თორე ახლა ვეკითხეთ რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ დადავაში ყველამ და დღის ბოლოს გეტყვით რომ მილიონი ნახვა გექნებათ გარანტირებული. ამას დიდი ნიჭი არ ჭირდება. ძალიან მარტივად გეცდებათ. ესეც მეორე ცუდი, რომ ჩვენ დავუშვით ადამიანები სხვა მიმართულებით. არა გონივრული მიმართულებით, არამედ ესეთი მარკეტინგული ტრიუკებით, მაგრამ რაც უფრო ადამიანი არაკრიტიკულია, რაც უფრო ადამიანი არ ფიქრობს, მით უფრო ადვილი სამართავია, ამიტომ ვიღაცები ამით ძალიან დიდ მოგებაში არიან ხოლმე, რაც ადამიანს არ ესმის თვითონ რას აკეთებს. დაუბრუნდეთ ისევ ემოციებს, იმიტომ რომ კავშირი შინაარსთან და ემოციასთან გვაქვს უტყუარი და შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია თუ ზუსტად შინაარსები ვიცით ადამიანს, სხვათა შორის ეს ყველა მაგალითი, რომელიც მე მომყავს ხოლმე, აღებული მაქვს პრაქტიკიდან, იშვიათად რომ მე რაღაცა გამოვიგონო თუნდაც საჩვენებლად და აი ამაზეც რო თქვი, უარყოფითი და დადებითი ემოციები, რამდენიმე წლის წინ ჯგუფი სტუდენტების რომ მყავდა, რადგანაც კომუნიკაცია ჩემი ის არის ძალიან დიდი ინტერესია და სიტყვები ჩემი ძალიან დიდი ინტერესია. თხოვ ერთხელ რომ დაეწერათ ფრაზები, რომელი ფრაზა უნდა უთხრას მეორე ადამიანს, რომ ეს მეორე ადამიანს ნერვები მოუშავოს, გამოიყვანოს წყობიდან და ასე შემდეგ. ხო და ამოიღეს ფურცლები რაღაცას წერენ, 20 წუთი წერეს და მივხვდი რომ თუ არ მეტყოდი რომ გაჩერდით, დილამდე შეგვიძლია გაეგრძელებინა. ყველაფერი შედის რა, დედის გინება, ახინჯო და ამპალო, რა ვიცი, რაც გინდა, რაც თავში მოვა. და მე შეუტრიალე ეს დავალება, ეს ხდება რამდენიმე წლის წინ და მაგნე აქცია ყურადღება. ახლა მითხარით, მეთქი რა უნდა უთხრას ერთმა ადამიანმა, მეორე ადამიანს რომ კაი ხასიათზე დააყენოს და აქ რო შევხედ, პირი ქონდათ დაღებული. 5-ზე მეტი ჯგუფში ვერავინ ვერ მოიფიქრა ფრაზა. ერთი მოიფიქრა ყველა, მოდი ესე ვთქვა 100%, 3-მდე ავიდა 70% და 5-ზე ნუ რა ვიცი ჩემპიონი იქნებოდი, შეიძლება 5 რაღაც მოგეფიქრებინა, როგორ უნდა გაახაროს სხვა ადამიანი. ესე იგი ამავე პროპორციაში როგორ გამოგიყვანო მოთმინებიდან. მოკლა ინსულტი, ინფარქტი დაგმართო და რა ვიცი რაღაცა გაიყვანო. ეს მილიონი საშუალება მაქვს და როგორ დააყენო ადამიანი კაი ხასიათზე? არა. არ იფიქროთ რომ ქართულში ეს სიტყვები არ არის, ეს არის კეთყვით. ვისი ბრალი? სოციალური ქსელების, ტელევიზიების, პოლიტიკის, იმიტომ რომ იმდენად აგრესიულია გარემო, რომ ხალხს დაავიწყდა რა უნდა უთხრას მეორე ადამიანს, რომ ეს ადამიანი კარგად იყოს. საერთოდ. ამიტომ გვაქვს დეფიციტი. მათ მეორე აღმოჩენაც გავაკეთე. აღმოჩენა რა, ანუ დაკვირვების შედეგად რაც მომცა. აი ეს რო გითხარით ერთი ყველა რომ მოიფიქრა რა უნდა უთხრა კარგი ადამიანს. აი ანუ ტოპ ათეულში კი არა პირველი ყველა მე სხვა ჯგუფებში ზოგადად ეს იყო რა კარგად გამოიყურე. აი ეს იყო რაც ყველას თავში მოსდის ეს მექანიკურად, რომ ეს არის კარგი.
და რადგანაც გითხარით, რომ მე სიტყვების მიმართ გაცილებით სხვა დამოკიდებულება მაქვს და მე ვიცი, რომ თითეული სიტყვა, რომელიც თქვენთვის გამოუცდელი ხალხისთვის ამ სფეროში შეიძლება ერთნაირი მნიშვნელობის იყოს, მე ვიცი, რომ ისინი ერთნაირი მნიშვნელობის არ არის. მე ვიცი, რომ თქვენ რაც ერთნაირი მნიშვნელობის გონიათ, სხვადასხვა ემოციებს აღწევს. მისამების სამი ფორმა მაგალითად, ხო, ამასაც გავაკეთე. დილას მიდიხართ სამსახურში, სახლში, სადაც მიხვედით. და ვიღოთ სამი ფორმა, როგორ შეიძლება მოგესალმონ. ერთ ვარიანტში გითხრას მოგესალმები, მეორე ვარიანტში გითხრას გამარჯობა, მესამე ვარიანტში დილა მშვიდობის. რო გითხრები ადამიანებს, რომლის გაგონება გიხარიათ, ყველა პასუხობდა და უბრალოდ 98%-მდე ერთი და იგივეს. ხო, სწორია, დილა მშვიდობის. არა და გამარჯობაც არ არის უარყოფითი, არც მოგესალმებია უარყოფითი, მაგრამ დააკვირდით სხვადასხვა ტიპის ემოციებს იწვევს. და როცა თქვენ ყურადღებით, იქნებით, მაშინ უფრო ზუსტად შეერჩევთ კომუნიკაციისთვის იმ სიტყვებს და იმ შინაარსებს, რომ უფრო ზუსტად მიიღოთ ის ემოცია, რაც თქვენ გინდათ, რომ მე მიიღოთ შედეგი იმ ადამიანთან, რაც თქვენ გჭირდებათ იმ ადამიანს. ამიტომ არ არის ეს სულ ერთი. გავარჩევთ პირველი ვარიანტი, ამას ვარჩევ ხოლმე, მიგანიშნოთ, რომ გავრცელებული რაც არის. რა კარგად გამოიყურები და აკვირდით. ეს არ არის კარგი კომპლიმენტი, კოჭლი კომპლიმენტია, კოჭლი ქათინაურია. იმიტომ რომ რა კარგად გამოიყურები შინაარსობრივად ნიშნავს სიტუაციურს. ეგ იგივე მე რო გითხრათ პირველ რიგში ვინც ზეხართ, ჭკვიანებს გემხართ. გემხართ, ანიშნავს რომ ხართ. გამოიყურები ნიშნავს რომ ამ სიტუაციაში და არა. და თუ თქვენ პიროვნებას ეუბნებთ კომპლექტებს, მაშინ ეს პიროვნული ნიშანი უნდა გქონდეს, ხო? მაგალითად უნდა ვთქვა ძალიან ლამაზი ხარ. ლამაზი ხარ შენ. გამოიყურები ამ შემთხვევაში. ან თუ მეც რა კარგად გამოიყურები გინდა გააპიროვნო, ორი სიტყვა უნდა დაუმატოთ, ხო არ იცით რა სიტყვა უნდა დაუმატოთ. როგორც თქვი, როგორც ყოველთვის ეს უკვე სიტუაციური არ გახდა პიროვნული, ხო? და პიროვნული გაცილებით ძლიერია. ნუ კიდევ უფრო სასაცილო და ნაცნობი რაღაცებიც ბევრი შევაგროვე, ერთ-ერთი არის მაგალითად შეიძლება გაგებული გაქვთ, უი რა ლამაზი ხარ, ვერ გიცანი. აბა კარგად დაფეთრით, ახლა რა იდიოტა ვთქვი. არა და მეგონა კაი რაღაც ვთქარ. ასე ვერ მიცანი ლამაზი, ანუ რო ვთარგმნოთ, მე იმის წარმოდგენაში მახინჯი ვარ, ეხლა რო დავინახა რომ ლამაზი ვარ, ვერ მცნობს, ხო? არა და არ არის კომპლიმენტი, ხო? ამიტომ ნახე არაზუსტი რაღაცებით, არაზუსტ ემოციებს ვიღებ. ერთი ის იყო კიდე, ეს ნამდვილი მაგალითები, მაგაღებული, ორი ქალი შეხვდა ერთმანეთს, ახალგაზრდა ქალი, ნუ იცნობენ ეთქობა ერთმანეთს და ესე მითხება რაღაც გათხოვდიო და ისე უნდა არა. ეხლა ამას უნდა რაღაც კარგი უთხრას აი ამას, რომელიც არ გათხოვდა და ნახე არაუშავს. არაუშავს რო ეტყვი ადამიანი, კაი ხასიათზე დადგება. არაუშავს კაც ზოგი კვდება და მე რა შენ ვერ გათხოვდა და ახლა ის და ამიტომ არა ვარ ზუსტები, არა ვარ დაყურებული და შესაბამისად ღებულობ და არა იმ შედეგებს, რა შედეგებით ჩვენ გვინდა რომ მივიღოთ. ამიტომ ნახეთ თქვენი ურთიერთობისთვის ნებისმიერი ურთიერთობის შეფასების დროს ნებისმიერი შედეგი. აი ვიღაცას შეხვდით, ესაუბრეთ, ელაპარაკეთ ურთიერთობაში შეხვედით, რო არ გაიხსენო რომ რა ელაპარაკე, პირდაპირ უნდა გაიფიქრო რა ემოცია დატოვე, რა ემოციაც დატოვე ეგ არის შედეგი. ქართულში ძალიან კარგად ბევრი ანდაზა, ბევრი გამოთქმა, ბევრი აფორმება მიექცეთ ყურად. რასაც დასთეს, იმას მოემკია. და აი ეს დასთეს არის ზუსტად რა ემოციაც ჩასვი. ის ემოცია დაგიბრუნდება შენ ურთიერთობაში. ოჯახში ძალიან ბევრი მოდის ცოლ-ქმრები ხოცავენ ერთმანეთს 15 წლის სტაჟით, 20 წლის სტაჟით, 15 წლის სტაჟით. ძალიან ბევრი პრობლემა, ხო გითხარით, მე დიდი ნაწილი აქაც გამოწვეულია არასწორი ურთიერთობებით. არ არის რა სერიოზული მიზეზი და უფიქრებელი ურთიერთობა. მე თუ სულ წუწუნებ და შენიშვნებს გაძლევთ, შენიშვნა ნებისმიერი თუნდაც პატარა უარყოფით ემოციას აგენერირებს თუ დადებითს. უარყოფით. და სახში რომ მოვედი და სულ პროცესუმენა, რისი გენერაცია ხდება უარყოფითის.
და ადამიანს სად არ უყვარს ყოფნა, სადაც უარყოფითი ემოციება, სად უყვარს წასვლა, სადაც დადებითი ემოციები. ამიტომ ნახე მე ვქმნი კლიმატს, ჩემივე ოჯახში, მინდა რომ ოჯახში ყველაფერი კარგად იყოს და იცი რატო არ არის კარგი? იმიტომ რომ სისულელებს ვაკეთებ. თან ყოველდღიურად, თან პატარ-პატარას და არ ფიქრობ მაგას. ამ ისე ოჯახური ვარიანტი და როცა მოვლენ ხოლმე ესე ცოლ-ქმარი კაი სტაჟის მქონე და ვერ ვართო კარგათო ყველასთან ერთი კითხვა მაქვს ხოლმე ბოლოს როდის ეკავით ერთად და კარგად მეთქი და დაახლოებით ერთი წუთი ფიქრობენ. ერთი წუთი ძალიან ბევრი, ეხლა ერთი წუთი რომ გავჩვენო და სიჩუმე იყოს ნახავთ რა მხელა, ხო? და ბოლოს მეუბნებიან ეგეთ რაღაცას, აი ესპანეთში რო ვიყავი, ბათუმში რო ვიყავი, რაც ხაშოში, მაგოდერში რო ვიყავი. ერთი შეხედვით, ნახეთ, შეიძლება განც და გაგიჩნდეთ, რომ კარგად რო იყოთ, სადღაც უნდა წახვიდეთ. ნუ ეგრეთ ჩანს, იმიტომ რომ ყველა გეუბნება, კარგად იყო მაშინ, როცა სადღაც იყვნენ ერთად. არ არის ეს. ერთად რო ხართ სადღაც წასული, ერთმანეთის მიმართ მეტი ყურადღება გაქვთ. ნახე, მე და თქვენაც რო წავიდეთ რაღაც სასტუმროში, ხო, ერთად თუ ვართ, გელოდები დილას ჩავიდეთ ერთად, საღამოს ნახე, საქმეზე ვართ. ანუ ყურადღების ამბავი. ამიტომ შენ კარგად ყოფნა თუ გინდა, შენ სახშივე შეგიძლია ეგ დაიწყო და არ დაელოდო, როდის წახვალ თქვენ იმაში რა ქვია, რაღაც პარიზში თუ საფრანგეთში. მაგრამ ჩვენ ხო ამისთვის არ გვცადია, ხო? იმიტომ რომ არ ვფიქრობთ. ასე რომ გინდათ რაღაცეები გასწორდეს თქვენ ცხოვრებაში და არ აქვს მნიშვნელობა მარტო ოჯახში, სამსახურში. თუნდაც სამსახურში. როგორ ელაპარაკები, მე ვეუბნები ხოლმე რომ აი ამ თემაში თუ ძალიან კარგად ჩაიხედავთ, აი ძალიან კარგები და მაგრები გახდებით, აი ეგეთ რაღაცას შედეგს მიიღებთ რა. სახში ყველაფერი კარგადაა გაქვს, სამსახურში შენი უფროსი დაგდევს და გეხვეწება ხელფასს მოგიმატებოდა, შენ ეუბნები რომ მაცადე კაცო. და ამაზე ეცილებათ ხოლმე როგორ შეიძლება, ნუ ვერ წარმოუდგენიათ, რომ კი, თუ სწორად ემოციებზე დაждები, ეგეც შესაძლებელია. და მოდი ერთი მაგალითი სიტყვებს რამხელა მნიშვნელობა სამსახურიდან ნამდვილი მაგალითი. მეგობართან ვიყავი და ეს იყო რა ქვია, მეგობრობთ დირექტორია რაღაცა ორგანიზაციის, საუბრობდით და თან სამუშაო დღე და ამ საუბრის დროს თანამშრომელი შემოდის ხოლმე რა შუაში. შუაში კი არა, ნუ და შემოვიდა ერთი ამისეულო რაღაცა გასაკეთებელიო, იმან უთხრა ვეცდებიო და გავიდა. მეორე შემოვიდა, იქაც რაღაცა იყო და იმანაც უთხრა ვეცდები და თქვენ ხო იცით რომ ეს სიტყვებს ყველაფერს ზუსტად უყვირდა. და მე გადიოდა თვითონ და მთხოვ არა შენთან შეხვედრავ ყველას ძალიან მოყვარსო და 1 საათი ექნებ ჩემ თანამშრომლებსაც შეხვდეო რა ბარემ მოსული ხარ რა ხო და კაი შევხვდები მოდი. რო შევხვდი ის ორი ადამიანიც იყო იქა და მეკითხები რომ თქვენ რო იყავით ახლა შესული უფროსთან და რაღაცას გეუბნებათ. იმ საქმეს რაც გითხრათ, გააკეთებთ მეთქი და კი. დარწმუნებული ხართ რომ გააკეთებთ? კი, დარწმუნებული. აბა რატო ეუბნებით ვეცდების? ახლა ნახეთ როგორ ანგარიშობს. ადამიანს ვეცდების რო ეუბნებიო, დაზღვევა მაქვს რა, ნახე კი არ შეკპირები ვარ, ვეცდები გითხრა. და ანუ ადამიანს რო ეუბნები ვეცდები და მე უკეთებო, უფრო უხარია. არა სწორი ანგარიში. ახლა შევხედოთ რა ხდება ამ შემთხვევაში უფროსის თავში. თქვენ დაგირებული ხართ, რომ კითხავს, როცა დასვავთ, ან დაგისვავენ, არის დაძაბულობა და პასუხი არის შვება. აბა დაგირებული ხარ. კითხვა თუ დაგრჩა ღამე, შეიძლება მთელი ღამე ვერ დაიძინო. იმიტომ რომ კითხვა გაქვს და როდის იძინებ, როცა პასუხს გაც. ამიტომ ეს უფროსი რო ზის იქ და ორი რაღაც პრობლემა თუ საკითხია გადასაჭერად აქვს ორი დაძაბულობა. დაგიძახა შენ ეუბნები ვეცდები და გახვედი რომელიმე დაძაბულობა ჩაიხსნა. და აბა ცადეთ მე უთხარი ერთ-ერთს უთხარი მოდი ცადეთ, როცა იცი რო აკეთებ, რო გეტყვის რაღაცას. დაახლოებით მაგ ტერმინებში რომ არა პრობლემა. ანუ ჩათვალე რომ გაკეთებულია, სხვა რამე საკითხი გვაქვს. აი ესე გააკეთე, ებიდო ნახე, დაძაბულობა ჩაუხსენე, პასუხი გავეცე უკვე. და ამერიკაცოს და ხანში ინტიმმა ძალიან მაგარია და წინა.
დეპარტამენტის უფროსი, იმიტომ რომ ტიპს რო ხედავს, ნახე როგორ ტიპი ხარ, დაძაბო, აბა თქვენ წარმოგიდგენთ, უფროსი ხარ და ეგეთი თანამშრომელი ყავს, რაღაცა სიტყვა და კაცი გეუბნა, დაიწყე გაკეთებული. მე იმის დანახვა გიხარია დავალების გარეშე, რო ხედავ ყურები ეს ეგაკ, ხო? და მე ის კაცი რო გეტყვის, აი ეგეთ თანამშრომელი რო ყავს, დავიღალე რა, სამსახურიდან წასვლა მინდა. შენ რო წარმოიდგენ, რას კარგავ ემოციური თვალსაზრისით. ხელფასსაც მოუმატებ და ყანასაც გაუთოხო. იმიტომ რომ შენ ვერ შეელევი იმ ემოციების დაკარგვას, რასაც ის კაცი. ასეა. რა აგინახეთ სამსახურში რომ ვიღაცა კაი ტიპია და კაი ემოციებს ტოვებს, თორე მაინც და მაინც მაგარი თანამშრომელი არა. არ მითხრათ არ ვინახეო, ყველა ფიქრობს, რომ თვითონ უკეთესად მუშაობს, ვიდრე გვერდზე რო ტიპი ყავს, ხო? მაგრამ ის მიდის ბატონად წინ, რის გამო? იმიტომ რომ ის იმ ემოციებს აჩენს, რომელიც მას ჭირდება. ეს ყველაფერი შინაარსები. იქნებით დაფიქრებული მიიღეთ შედეგს. მე თქვი რომ შინაარსები განსაზღვრავს რამდენად ჩვენ შედეგიანი ვიქნებით და ოღონდ კიდე ერთხელ ყურადღებით იყავით. არ იფიქროთ რომ ეს მარტო ლაპარაკია, ქცევა არის შინაარსი. იცი როგორ უნდა წარმოიდგინოთ? თქვენ შეგიძლიათ არ მითხრათ რაღაცა, მაგრამ თქვენი ქცევით დატოვოთ ის ინფორმაცია, რაც გინდათ რომ დატოვოთ. თქვენი ქცევით დატოვოთ. სხვათაშორის ქცევით დატოვებული ინფორმაციის მეტი წონა აქვს, ვიდრე ნათქვამს. ანუ შენ მოხვიდე და მითხრა, შენ მე ვარ კეთილი ჭკვიანი და ძალიან კარგი. რა არის ახლა? მაგრამ თუ მე დავასკვენი რომ შენ ხარ ჭკვიანი, კეთილი და ძალიან კარგი, სხვა არის. ამიტომ როცა ქცევას ვახორციელებ და იმ ქცევით რჩება ადამიანის ინფორმაცია, იმაში უფრო დარწმუნებულია, ვიდრე შენ ნათქვამში. რატო? იმიტომ რომ ის თვითონ დაასკვნა, ავტორი თვითონ არის. და ეჭვიც არ ეპარება. და ეს თქვენ უთხარი. აქ შეიძლება ეჭვი შევიტანო. ამიტომ როცა ლაპარაკობ, იმიტომ რომ ის ქცევაც შინაარსში გადადის, ხო? აი როგორ დაგანახოთ, რომ დაახლოებით წარმოიდგინოთ, როგორ რეჟისორი რო ვიყო, დაუშვათ და 20 წამი მაქვს. 20 წამში მე უნდა გავაკეთო ფილმში კადრი ისეთი, რომ მაყურებელს დარჩეს შთაბეჭდილება, რომ თქვა და ეს ადამიანი კეთილია. და მე უნდა მოვიგონო რა უნდა გავაკეთებინო, ნახე ფილმში, რომ მაყურებელმა ეს არ იყოს როგორც კეთილი. მოიფიქრებთ, გააკეთებინებთ და მაყურებელი ფიქრობს, რომ კეთილია, ანუ მეტი არ მეთქოს, რომ კეთილია, თქვენ დაასკვნით, რომ კეთილია. და ასე შემდეგ. არ მე მინდა დატოვო შთაბეჭდილება, რომ ძალიან ისეთი საქმიანი, აი მე რო გითხრათ, როგორ წარმოგიდგენიათ მართველი, საქმიანი, მდიდარი, თქვენ წარმოიდგენთ ამას. იმასაც კი მეტყვით, რა აცვია, როგორ გამოიყურება და როგორ ლაპარაკობს. და საიდან გიდგება ეს საიდან მოდის ჩვენ თავში ეს ხატი. ამასთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, უკუღმა თუ ვიმოქმედებ, მე თუ ისე ჩავაცმევ ადამიანს, ისე ვალაპარაკებ, რომელსაც თქვენ მიაწერთ, რომ ის ადამიანი მაგარი ტიპია, თქვენ დაგჭირდებათ შთაბეჭდილება. გავგებრათ ხო არ თქვენ. გასაგები. ამიტომ არ იფიქროთ, რომ მარტო ის არის მეთქი ლაპარაკი და ავერბალური ნაწილია, იმიტომ რომ არავერბალურის გაშინაარსებაც ხდება. ეხლა მეორე მხარე. თქვით, რომ სიტყვები განსაზღვრავს ყველაფერს. ნუ მე ვეცადე რომ დამენახებინო, რომ გარეთ ეს სიტუაცია გვაქვს და შედეგს ეს იძლევა. ეს იძლევა შედეგს. ახლა ურთიერთობის მეორე მხარეა, სადაც ასევე შინაარსს იყენებთ და ეს არის თქვენ თავთან საუბარი. თქვენ თავს ელაპარაკებით. ნუ ზოგი ხმამაღლა ელაპარაკება მარტო თუ ასახში ხომე, მე მგონი აქ ხერხართ ის ხალხი, ვისაც გაიკეთებიათ ეგა, შენ თავს დალაპარაკებთ ხარ, მაგრამ ამას არ გულისხმობ. თქვენი ფიქრი არის თქვენ თავთან საუბარი. და ნახეთ რა არის საინტერესო, თუ გარეთ მეტნაკლებად მე ვფიქრობ ვიღაცას რომ ველაპარაკები მიზნისთვის, რაც მჭირდება, ისე გელაპარაკო, რაღაც უნდა გთხოვო, ხო? და ნახე რაღაც ავაგე სტრატეგია, როგორ გთხოვო, რა გთხოვო, რომ გაგაკეთებინო ის რაც მე მინდა. ამ შემთხვევაში კიდევ ამბობ, შეიძლება შეცდომით ან არა შეცდომით, მაგრამ რაღაცას ვფიქრობ. თქვენ არ ფიქრობთ, რომ თქვენ თავს რომ გააკეთებინოთ რაღაცა, ზუსტად უნდა შეცვალოთ ფიქრის სტრუქტურა.
ანუ რას ნიშნავს? თქვენი ემოციური მდგომარეობა დამოკიდებული იმაზე კი არ არის გარეთ რა ხდება. დამოკიდებულია იმაზე, რაც თქვენ თავში შიგნით ხდება. თქვენ კარგ ხასიათზე ხართ, თუ ცუდ ხასიათზე ხართ, დამოკიდებულია იმაზე, რას ფიქრობთ და არა რაც ხდება გარეთ. შესაბამისად, არასწორი ფიქრები არასწორ შედეგებზე მიყევხარ. შენ გინდა რომ რაღაცა გააკეთო და შენ თვითონ ვერ აძლევ შენი ფიქრით სტიმულს შენ თავს რომ ადგე და ის გააკეთო. ხო? უამრავი უზარმაზარი და ძალიან ბევრი ფიქრები ადამიანებს აქვთ უსარგებლო. მაგალითად, კრიზისულ სიტუაციაში რაღაცა კრიზისია. ნახე დავიწყე ფიქრი, ვაიმე, რატო მოხდა? მე არ მოსულიყავი, რატო დავიბადე, მისი ბრალია და ამაზე აი ეს ფიქრი რამე შედეგს იძლევა? არა. პრაქტიკულად თქვენ ხარჯავთ ენერგიას ისეთი ტიპის შინაარსებს, რომელსაც არსად არ მიყევხართ. რატო? თუ კი მე სხვასთან მიმართებაში შემიძლია მოვიფიქრო რა უნდა უთხრა, რომ შედეგი მივიღო, ჩემი თავისგან მინდა რომ შედეგი მივიღო, მაშინ მე ზუსტად უნდა ვიცოდე რა უნდა უთხრა ჩემ თავს. იმის გამო რომ შედეგი მივიღო. ამიტომ მიაქცეთ ყურადღება რას ფიქრობთ. ერთ-ერთი არასწორი გავრცელებული ფიქრი, აი მე რო გითხრათ, სიტყვებს რა მნიშვნელობა აქვს. მოდის ადამიანი და მეუბნება, არ გაიგეთ ეს ფრაზა, ჩემ თავს ვებრძვი და არაფერი არ გამომდის. და არაფერი არ გამოგივა მე რომ მკითხო, იმიტომ რომ ეგეთი სულელური ფიქრი გაქვს, რომ შენ თავს ებრძვი. და რატო? უყურეთ. ფსიქიკა მუშაობს ესე, ის გეხმარება, მას ჯერა თქვენ რასაც ფიქრობთ, იმას აღიქვავს ემოციურად და როცა შენ გაიფიქრე, რომ შენ თავს ებრძვი, მოდი წარმოგიდგეთ ეს ფსიქიკა მეორე ტიპია რა, რომ ებრძვი სიტყვა ბრძოლა დაკავშირებულია რასთან? მეორე მხარე მოწინააღმდეგესთან გამარჯვება. ნუ მოწინააღმდეგეს უნდა მოიპოვო გამარჯვება, ბრძოლა უნდა დამთავრდეს, ანუ დადებითი შედეგი ბრძოლის არის დამარცხება ვიღაცის და შენი გამარჯვება. და შენ თავს რა უთხარი, ვებრძვიო, ესე იგი შენ მიუთითე, რომ დაგამარცხოს შენ, რომ გაიმარჯო. მე ხვდით, ჩახლართეთ ახლა სიტუაცია, ეს ვერ მიხვდა. შენ თავი ვერ ხვდება რა უნდა გაკეთებინა. შენ ეუბნები, რომ შენი მტერი არის, ჩემი მტერი არის შენი თავი და მოუგე. რას ებრძვი, რა გაქვს საბრძოლველი? მესმის რაღაცა არიცი, გინდა უნარია იყო, რაღაცა ცუდი თვისება და გინდა ბრძოლა არასწორია ფიქრშიც კი. ფიქრში. გარეთაც არასწორი ტერმინია. ჩვენ გვიყვარს ბავშვების ესე გაზდა, რომ შვილო შენ უნდა იბრძოლო. ყველაფერი საბრძოლველია, ნახე რა ცხოვრება ბრძოლაა და მგონია მაგარ კაცს თუ ქალს ვსვდი ამ ლექსიკი. მოდი ახლა ვნახოთ რა შეცდომას უშვებ. როცა მშობელს გონია რომ ესე გაზრდილი ბავშვი ძალიან მაგარი და ძლიერი გამოვა. აი ეს ხوار გამოვა ვიღაც არის, ხო? არ გამოდის, ნახეთ. იმიტომ რომ თუ მე მასწავლე რომ ყველაფერზე საბრძოლველი მაქვს და საერთოდ ცხოვრება ბრძოლაა, წარმოიდგინე მუშაობ ვიღაცასთან ერთად, გვერდზე მეგობარია, ჩემი თანამშრომელია, შენივრად მეგობრობ. განთავისუფლდა დირექტორის ადგილი, მეც პრეტენდენტი ვარ ესეც. შენ რა მასწავლე? ბრძოლაა ცხოვრება, ხო? ამიტომ ჩემი მეგობარი მე გადამყავს მტრის კატეგორიაში. იმიტომ რომ ეგრე გამზარდეს. არ მითხრათ ახლა სამსახურში ეგ სიტუაციები არ ფუჭდება ზუსტად მაგის გამო. უკვე მეგობარი აღარ არის. რატო იცი? ერთ ადგილზე ორი პრეტენდენტი. და რატო? იმიტომ რომ ესე გამზარდე. ეს ერთი მინუსი. ანუ და თუ მტერია, უკვე შემიძლია სხვანაირად ვიმოქმედო. გუშინდე ყველაზე საყვარელ ადამიანს თუ კარგ ადამიანს ეხლა შემიძლია გაუფუჭო საქმეები. იმიტომ რომ ეგრე მასწავლე ბრძოლაა, ხო? მეორე ცუდი ვარიანტი. დავუშვათ და მე დირექტორი ვერ გავხდი და ეს ჩემი მეგობარი თუ ვიღაცა გახდა. მე რა განცდა მაქვს, რა მოხდა? დავმარცხდი. ორი ეგეთი მარცხი და მაქვს დეპრესია, ვარ ცუდად და ვქონი პოლიტიკურ პარტიას. ხო, ესე იქნება ხოლმე ზოგადად. იმიტომ რომ იმის მაგრამ რომ ძლიერი ტიპი გამეზარდა, მივიღე მოწყვლადი ბავშვი, რომელსაც შეუძლია მეგობარი გადააგდოს, იმიტომ რომ მე ვასწავლებ ბრძოლა და რაღაც ცუდი რაღაცები აკეთოს და მეორე ძალიან მოწყვლადი, იმიტომ რომ რაღაცა თუ არ გამოვიდა, ადამიანი გზნობს რომ всё, დამარცხდა. და
იქნებ არ არის სწორი. იქნებ რაც მე ვახსენე, იმ ხარეს გავუშვათ ადამიანი, რომ უნდა გახდე უფრო ჭკვიანი. და შესაბამისად, ჩემი მეგობარი რო გახდა დირექტორი ჩემს მაგერად, მე ვფიქრობ, რომ რა დამაკლდა მე. აღმოჩნდა, რომ იმან ჩემზე კარგად იცის ინგლისური და ექსელი. ესე იგი, მე ვიცი, ჩემი ღირებულება რო გავზარდო, მე მჭირდება ინგლისური და ექსელი. და კიდე რომ რამეზე დავუმატო, მოდი კორეულიც მჭირდება, მე ვიცი გზა რა გავაკეთო. ანუ გავხდი გუშინდელზე უფრო ჭკვიანი. ის დირექტორი გახდა, მე დავჭკვიანდი, ან მე გავხდები დირექტორი, ის დაჭკვიანდა. რა მტერი, რის მტერი? რატო უნდა გამოუთხარო ძირი იმ ადამიანს, რომელთანაც ერთად გვერდზე ვიყავი და ძალიან კაი ტიპი იყო, სანამ ეს ხერი ადგილი არ შემოგთავაზეს ორივეს, სადაც კონკურენცია წავა. ასე რომ, უყურე, არასწორი მიმართებები, არასწორი სიტყვები, არასწორი რაღაცა გამოყენება, არასწორ შედეგებს იძლევა. უпростоოდ თქვენთვის არასასურველ შედეგებს იძლევა. ამიტომ რას ფიქრობთ, ამის რევიზიაც უნდა გააკეთოთ. რევიზია ნიშნავს იმას, რომ ფიქრი, რომელიც შენ გაწვალებს და გაწუხებს, აბა კარგად ჩაიხედე, რომელი სიტყვა, რომელ ემოციასთანაა დაკავშირებული. შეტანილი მაქვს ეს იმაში, რა ქვია, ჩემ ლექციებში მარტივად ესეც ნამდვილი მაგალითი ფიქრების, როცა ერთ ქალბატონი მოვიდა და ისე რა ქვია, ჩემი ცხოვრება დამთავრდა და დაიწყო ესე ფრაზა. ჩემი ცხოვრება დამთავრდა, თუ ვფიქრობ, როგორ ვიქნები აი ხასიათზე გამაგებელი. არასდროს არ ვიქნები. რატო დამთავრდა მეთქი და მეუღლე მიმატოვაო. ფრაზების ანალიზი დაიწყეთ თქვენი საკუთარ თავში. მიმატოვა არის უარყოფითი ემოცია და გარდა ამისა უსუსური ემოციაა. თქვენ რო წახვალთ, მე რომ ახლა გავიფიქრო რომ მიმატოვეთ, როგორ ხასიათზე ვიდგებით. მე რომ გამახსენდეთ ვინ სადიჯექით და როგორ მიყურებდი და კიდე მუსიკას თუ ჩამეერთავთ რაღაც ისეც, იქნება ტრაგედია. და ნახეთ იგივე სიტუაციაში მოვაშოროთ ეს სიტყვა ჩემი ცხოვრება დამთავრდა და დავუშვათ თქვენ რომ მეუღლეს დავშორდი. თქვენ ხო გძნობთ რომ ფრაზით მეუღლეს დავშორდი, სხვა ემოციური და ისა მაქვს და მიტოვებული სხვა ემოციური მაქვს. სხვა ემოცია. ცოტა ხანში რითი ხდება ჩანაცვლება? ხდება იმით, რომ ჯერ თქვა მიმატოვაო, მე შევთანხმდით რომ დაშორდა, წავიდა ეს კაცი და დაშორდნენ და მე მიხვდა რომ თავისუფალია. და ტრაგიკული რეაქციიდან ჯერ მივიღეთ ნეიტრალური სახე და მე მივიღეთ ბედნიერი. ხო, წავიდა რა და ისერიც უტეხია, რატომ უნდა იყოს ადამიანი ჩემთან თუ არ უნდა ჩემთან ყოფნა. წავიდა. ახლა ხვალ დილას რამდენი ხანიც მე ვიძინებ, კიდე რა ვიცი, დაქალებს დაუძახე, მე ვაფშე მაგარ დროს გავატარებ. რა გაირო წავიდა. ანუ გადაეწყო თუ არა კარგად არის, ხო? ცუდად იყო არასწორი, არა და უსარგებლო ფიქრების გამო. სულ მცირე შეგვიძლია დავარქვათ ამას, ახლა უსარგებლო ფიქრები, რომელსაც არსად არ მიყევ. და ცხოვრება ადამიანის თავდება მაშინ, როდესაც ის გადაწყვეტს, რომ თავდება. ემეთ რომ ესეც შინაარსზე, მე თუ თქვი რომ всё, ჩემი ცხოვრება დამთავრდება. შეიძლება 25 წლისამ დაამთავრო ცხოვრება, 29-ისამ, 37-ისამ და შეიძლება არ დაამთავრო საერთოდ. ძალიან დიდი ხნის წინ ერთი მე მაშინ 95-ის თუ 14-ის ვიყავი, გავიცანი კაცი პატიცემული გიორგი, რომელიც იყო 91 წლის, რომელსაც შეუყვარდა თინა, რომელიც იყო 64 წლის. ლიკანში იყო და ეს კაცი ციგაობდა. და მე რადგანაც ყველაზე პატარა ვიყავი იქ, იმიტომ რომ ლიკანში მაშინ იყო მეოთხე სამმართველო, პენსიონერები ისვენებდა, მე ხა 25 წლის პენსიონერი არ იყო, ყველაზე პატარა მე ვიყავი და მე მაგზავნით რომ ყვავილები სად იყიდება და კინოს ბილეთები სად ავიღო ეს კაცი, ხო? დანარჩენები გაგიჟებული იყვნენ, ამ კაცი რა არა, იმ კაცმა ცხოვრება არ დაუმთავრებია. ბოლომდე იცხოვრდა ამ ქალმაც. და ეგეთი ბევრი ახლა ეს მოვყევი ძალიან ძველია და ის ამბებია, თორე ეგეთი ისტორიებიც პრაქტიკულად ძალიან ბევრია ჩემთვის. ხო, ასე რომ თქვენ ხართ თქვენი ფიქრები, თქვენი ემოციური მდგომარეობა არის თქვენი ფიქრებისგან შედგენილი. ისწავლეთ და კი მიგანიშნებთ იმაზე, რომ თუ მე მიზანშეწონილებიდან გამომდინარე სხვა ადამიანზე ფიქრობ რა უთხრა, ზუსტად ესევე უნდა იფიქროთ თქვენ თავს, რა უნდა უთხრათ, რომ მიიღოთ თქვენ თავისგან ის შედეგი, რაც გინდათ რომ მიიღოთ. ძალიან ადვილად კეთდება. ახლა მე გითხარით ისიც, რომ თამამად ამაზე იმიტომ ვლაპარაკობ, რომ შედეგები მაქვს, მე ხო წერილები მომდის მერე, ხო? ვისთანაც შედეგები არის ძალიან საინტერესო. ნახეთ,
10-დან 6-7 შემთხვევაში ფანტასტიკური შედეგებია, იმიტომ ძალიან ბევრი წერილი მაქვს, ადამიანი მეუბნება, რომ მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალებდა. თან აი 8 წლის მერე წერს, 5 წლის მერე ამ წუთას მადლობის, ზრდილობის მადლობა არ არის. რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო. ვიღაცებთან არ გამოდის. და მე თვითონ მაინტერესებს, ვისთანაც არ გამოდის, ვეკითხები, რომ რატო არ გამოგივით? ნახეთ, რას მეუბნება, არც ისე ადვილიაო. გავიგე? მაგრამ მეკითხები, რა არის ძნელი? ჯერ ვერავინ ვერ მითხრა რა არის ძნელი, თუმცა მეუბნება, რომ არც ისე ადვილია. არც ისე ადვილია, რა არის ძნელი? არ იცის. დავიჯერებდი, რომ ძნელია, რო არ მყავდეს ამ 10-დან 6 და 5, 60% რა. სულ მცირე 50-60% აბსოლუტურად ცვლის ცხოვრებას იმის მერე, რაც ჩვენ ურთიერთობა გვაქვს და რაც ის ერკვევა, როგორ და როგორ უნდა გააკეთოს და ვიღაცები ვერ ცვლიან. აი 60% რო არ ყავდეს, ვიტყოდი, რომ ხო, რაღაცა ეთყობა ძალიან ძნელია. ან ჩემი თავი რო არ მყავდეს და საკუთარ თავსაც ხო, უყურებ, ვიტყოდი, რომ ძნელი. მე კიდე მგონია, რომ ამის მთელი სირთულე თავის სიმარტივეში. იმიტომ რომ ადამიანები რო დაფიქრდებიან თურმე რა ადვილი ყოფილა ოჯახში ბედნიერი იყო. თურმე რა ადვილი ყოფილა სამსახურში რაღაცები დააწყო. ეთქვა რო წარმოიდგენთ რა ცხოვრება აქვს გარკვეული არ უნდა თუ არიან რომ სულელები არიან და ამიტომ ამბობა რომ ძნელია. თორე ძალიან მარტივი. როცა ენა ფორმალური ხდება ის დაკარგავს ემოციურ გავლენას. თითოეულმა ქალმა ან კაცმა წარმოიდგინეთ ვიღაცა რომ მოვიდეს თქვენთან ადამიანი და გითხრას რომ ძალიან უყვარხარ. ემოციას გამოიწვევს თქვენში. და ახლა უყურებთ იმ კაცს ან კაცს და თქვენ ხო გითხრათ ძალიან მიუტრიალდა და მეორესაც უთხრა შენც მიყვარხარ, შენც მიყვარხარ. რა მოუვა იმ ემოციას რომელიც თქვენ პირველად აღგეცრათ, ნული გახდება. შესაძლოა ეს ფორმალურად მოხმარება ამ ტექსტის რომ ყველა ძვირფასები და ყველა კარგები ხარ, ის კარგავს იმ ძალას რაც აქვს, ხო? ხოდა ეს არის. მე თვითონ მივიღე ერთხელ წერილი, ამერიკელი წერს საქმიანი წერილი ამერიკიდან, აი გეუბნები დასაწყისი რო წავიკითხე, ვიხსენებდი იქნებ ბავშვობაში ვიცნობდი ან რომანი მქონდა, იმიტომ რომ ძვირფასო იმედია კარგად ხარ, როგორ ხარ და ძალიან აი პირველი წერილი, ანუ რა სისულელებს წერ, რა შენ ძვირფასი მე ვარ, ხო? საქმიანი წერილი და ეგეთი. ამიტომ ფორმალიზება, ანუ გამოყენება ამის ხშირად აკარგინებს ძალას. ამიტომ რომ ნებისმიერ ადამიანს უნდა რომ ის განსხვავებული იყოს. ყველას თქვენ გიყვართ, როცა თქვენ განსაკუთრებულები ხართ და თუ შეატყეთ რომ ჩემთვის ყველა ერთნაირად ხართ განსაკუთრებული, ის ძალის მქონე არაა, ხო? ასე ვთქვათ რომ რაღაც იმოქმედო. კარგით, კითხვები თუ გაქვთ, გისმენთ. Consider ცოდნი ფიქრები მის ხელს უშლის და ამაში გეთახმებით, მაგრამ ისეთ რაზე უნდა ვფიქროთ, რომ შედეგი მივიღოთ. რა ფიქრები შეიძლება გქონდეს ადამიანს შედეგის მისაღწევად. კარგი, თქვენ მეხსენით, ფრთხილად ეკავით სიტყვა მაგრამ, რომ დააკვირდით, რომ ჯერ გარეთ ურთიერთობაში მაგრამ აფუჭებს ემოციას, იმიტომ რომ დააკვირდით პრაქტიკულად მაგრამ გამოიყენება ხოლმე პოზიტიური ნაწილის მოსაკლავად. ნახე გეუბნები, კაი გოგო ხარ, ჭკვიანი გოგო ხარ, ძალიან კაი ისახართ, მაგრამ ეს უკვე დავთა. ან შეყვარებული რო გეუბნება, ხო იცი ესე. ძალიან კარგი ხარ, ყველას ჯობი ხარ, სოფლიოში ეგეთი არავინ არ არის, კიდე ის როცა ნახე, შენი ღირსი არა ვარ თუ რაღაც და მაგრამ მოვკალი. ამ და დათანხმება ვიცით ქართველებმა, ცუდი, ხო, მაგრამ რაც უსაზიზღრესი დათანხმებაა. ამიტომ რომ ხო, მოვკალი მეორე სიტყვით მაგრამ. იშვიათად რომ უკუღმა ავატრიალოთ და ნეგატიური ნაწილით მოვკლათ ხოლმე პოზიტიური თქმა. ფიქრში ნახე რა ხდება, მაგრამ და მე გაგცემ ხასობს. ერთ-ერთი მაგალითი მომყავს, მე მგონი მართლა ავალ, ხო? უყურე. მე მინდა მყინვარ წვერზე ასვლა. ეს არის ჩემი ოცნება, თქვა. ახლა ფიქრობ, მაგრამ შესაძლებლობა არ მაქვს. ანუ ჩემი სურვილი და ოცნება სიტყვა მაგრამმა მოკლა და მე ურეკავ რა ვიცი რომელიმეს და წამკაც დავლიოთ რა მყინვარწვერზე რა გინდა ხომ ხო აი სხვა. ეხლა უყურე მარტო მაგრამს შეგიცვლეთ სიტყვას იგივეს დავტოვებ და მიხვდებით რამდენად რჩება ცოცხლა. მე მინდა მყინვარწვერზე ასვლა მიუხედავად იმისა რომ შესაძლებლობა არ აქვს. мотивация დავტოვ. ამიტომ ჩვენ ხანდისხან
ამ მაგრამით ძალიან საინტერესო და კაი რაღაცებს გვაქვს. ანუ ყოველთვის ყურადღებით იყავ, რომ გაიფიქრე, მაგრამ სწორად გაიფიქრე ის მაგრა. ეხლა რაზე უნდა ვიფიქროთ? სიტუაციას როგორ შეხედავ? თუ რაღაცა აი დააკვირდით როგორ არის ცხოვრება რა. მე მიყვარს ფილმის ანალოგიების მოყვანა. თქვენი მთელი ცხოვრება, აი თითეულის თქვენი ცხოვრება, თქვენ იცით რომ ყველა ჟანრს გაივლით რაც კი ფილმებში. თქვენ გეკნებათ თქვენ ცხოვრებაში თავგადასავალიც, მელოდრამაც, დრამაც, ტრაგედიაც რაც არ უნდა გქონდეთ სურვილი, ტრაგედიაც გეკნებათ. საშინელებათა სიუჟეტიც იქნება. დააკვირდით. ამიტომ ეს არის ჟანრი. ეხლა თქვენ იკითხეთ რა უნდა ვიფიქრო და როგორ უნდა ვიფიქრო. უნდა ვიფიქრო ნებისმიერი სიტუაცია, რომელიც არის კრიზისი, ჩემთვის არის ამოცანა, უნდა ამოვხსნა. რომ ამოვხსნა, უნდა გამახსენდეს, რომ თავში ტვინი მაქვს. ანუ თქვენ თავს უნდა მოთხოვოთ, თვითონ, აი შენ თავს უნდა მოთხოვო, რაღაცა არის, როგორ გამოდივარ სიტუაცია. ან რა მაკლია. რატო გვავიწყდება, რომ მივმართოთ ჩვენ გონებას? ეხლა უყურე, მოვთხოვე ჩემ თავს არ ვიცი. ან ინტერნეტში ვნახე, ან ვიღაცას ვკითხე, ან მეგობარს ვკითხე. მე თუ რაღაცებს ვაბრალებ გარეთ, გახსოვთ გითხარით, რომ კითხვა არის დაძაბულობა, პასუხი არის შვება, ხო? მე თუ გარეთ ვიღაცებს ვაბრალებ, რაც მე არ გამომდის, ჩათვალეთ, რომ მე ვერ განვითარდები. აი მე თქვენთან რაღაცა მინდოდა, არ გამომივიდა და თქვი, რომ თქვენი ბრალია. რადგან თავმა პასუხი მიიღო, ჩემმა თავმა შეწყვიტა ფიქრი. მაგრამ მე თუ ვამბობ, რომ თქვენთან რაღაცა რომ მინდოდა და ვერ მივიღე, როგორ უნდა გამეკეთებინა, რომ მიმეღო, მაშინ მე ვითარდები. ამიტომ თუ თქვენი აქ ვინც ხერხართ, ბუნება არის დაბრალება გარეთ ვიღაცებზე, ეს არის თქვენივე თავისთვის ხელი შეშლა განვითარებაში. ეგრე დააბრალებთ ერთ იმას, რა ქვია, რა არის. დააბრალებთ ერთ მშობლებს რატო გაგვაჩინაო და დამთავრებულია. იმიტომ რომ პასუხი გაცემულია. ამიტომ თუ თქვენ განვითარება გინდათ, თქვენ უნდა ამოხსნათ კრიზისული სიტუაციები, ურთიერთობები, შვილი არ სწავლობს, როგორ გავაკეთო, რომ ისწავლოს, ხო? რაღაცა საარღებულო გავაკეთო, როგორც ის. რაც მეც ვაბრალებს ხვას, მით უფრო განვითარებელი ვრჩები. ამიტომ თვით დაბრალება არის თქვენი განვითარების საშუალება, ხომ დაბრალებას იმას კი არ უნდა თვითგვემას მიეცეთ, რომ შეიმბრალე და თავად. არა, რაღაცა ვერ გავთვალე, რაღაცა არასწორად გავაკეთე. მაშინ თქვენ განვითარდებთ. ასე რომ თუ რაღაც სიტუაცია და შედეგის მიღება გინდათ და ვერ ღებულობთ, იფიქრეთ, რას აკეთებთ არასწორად. ან რა უნდა გაგეკეთებინა. მაშინ განვითარდებით, ან წაიკითხავთ, ან იკითხავთ, ან თქვენ თვითონ მიხვდებით. ყოველთვის განვითარდებთ. აგარი უსარგებლო ფიქრი, როდესაც რაღაცა პრობლემაზე მოხდა, მოვიტეხე ფეხი და ახლა ფიქრობ, რატომ მოვიტეხე კი არა, ნეტა არ წავსულიყავი. რა აზრი აქვს, არ წავსულიყავი, არ დავბადებულიყავი და ასე შემდეგ. მოხდა გამოვდივარ. სხვათა შორის სამსახურშიც მე ხშირად მეუბნავ, როცა მუშაობდი, რომ თქვენ რო იყავით, ყველაზე ისა მშვიდად ვიყავ, მშვიდად, იმიტომ რომ რაღაცა პრობლემა როა, პრობლემაზე კი არ კონცენტრირდი დედაბიჭო რა. არა, მოდი გამოვდივართ აქედან. ყოველთვის თავი მუშაობს კონსტრუქციულად. ანუ შეიძლება შექმნა რა. ვერ მივიღეთ ის რაც ჩვენ გვიდოდა, მოდი აბა ვიფიქროთ. აი სამსახურში თათგვირზე დამრეშების ძიება, რაში მჭირდება, ვინ დააშავა, დიდად. მე მჭირდება შედეგი, ხო? რეალურად დამრეშები კი არ მჭირდება, გამართული მუშაობა. ამიტომ თქვენი უნდა გადაიწყოს კონსტრუქციულობისკენ. ჩვენ უნდა მივიღოთ ის, რაც ჩვენ გვინდოდა რომ მივიღო. წარმოიდგინე, ვინც მოვიფიქრა თვითფრინავი. აი პირველად ვინც გაფრინდა ადამი. როგორ ფიქრობ, ეგრევე დახაზა და გაფრინდა? წარმოიდგინე, რამდენი წელობა ექნებოდა. მაგრამ გაფრინდა. იგივეა. გვინდა რაღაცა მივიღოთ, უნდა განვითარდეთ. თუ ის რესურსი, რაც გვაქვს, არ ყოფნის იმ შედეგის მიღებას იმ მომენტში, რაც ჩვენ გვინდა, ესე იგი რაღაცა გვაკლია. აი ამაზე უნდა ვიფიქროთ. აი კაი ფიქრი და კონსტრუქციული ფიქრი. გამიგია დიალოგები, რომ აი მე პატარა, მაგრამ აი ნახე მე თინეიჯერობაში როგორ გაგიწულდება თვითონ როგორ სრულიად შეიძლება და ცოტა რაღაცნაირად მაშინებს ეს მისი მომავალი ეს პერიოდი. და არის რჩევები ვიდეო სოციალებში, შეიძლება მოფუსმენია, რომ აი ბავშვი უნდა იყო მაქსიმალურად ბავშვთან, როგორც მისი საუკეთესო მეგობარი, უნდა ემეგობრო, რაღაცა ეს გახდა და არის ამის კიდევ მეორე
სრულად განსხვავებული პოზიცია, ასევე შევლის სახით, რომ არა, არ უნდა იყოს შენშენიშვილის მეგობარი, ბოლომდე უნდა დარჩე როგორც მშობელი მისთვის და არ უნდა იყოს ყოველთვის მისი თავისი სურვილების თუ ინტერესების გამტარი და იმის ყველაზე დიდი მინუსი რა ხდება ხოლმე, უყურეთ, ურთიერთობებში სანამ ბავშვებზე გადავალთ, უყურეთ, ჩემთვის უთქვავს, დავრეკე ქალს და უთქვავს, რომ ისა ჩემი ბავშვი მოვაო თქვენთან და ძალიან გთხოვთ, რომ დაელაპარაკოთ. ხო და მოვიდა ცოლ-ქმარი და ველოდები ბავშვი სად არის. და ბავშვი აღმოჩნდა ქმარი. თან დაბალი მაინც ყოფილიყო და გამხდარი, რაღაც 2 მეტრა იყო და ისა, ხო? ეს დამოკიდებულება, რომ ვიღაცა ბავშვია, სამსახურშიც ეშლებათ და ლექტორებსაც ეძახენ, ბავშვებო, რა ბავშვებო? 18 წლის ბავშვი აღარ არის. და როცა ჩვენ ვეუბნებით, რომ ბავშვებო, ვაპროგრამებთ მას ბავშვების უფლებებზე და მე თუ ბავშვი ვარ და სამსახურში ვმუშაობ, მე უფლება მაქვს ვიტიროს, ჩავისველო და არ დაგიჯერო. ამიტომ ჩვენ ამ ურთიერთობაში ვაპროგრამებთ ამას. ამიტომ ჩვენ ვღებულობთ ბევრ თანამშრომელ ბავშვს. ხო, სამსახურის სავსეა ბავშვებით. ამიტომ არის ეს ბავშვი თქვენ მოამზადოთ დასრულობისთვის. და დასრულობა იცი რას ნიშნავს? ეს არის შეთანხმებები. მინდა არის ბავშვის ნათქვამი. სურვილზე ორიენტირება არის ბავშვის ნათქვამი. შობლის ტერმინი არის უნდა. ახლა მინდა არის ორიენტირება სურვილებზე და არ მინდა უნდა და არ უნდა ორიენტირება წესებზე, ტრადიციებზე, კანონებზე, იმაზე წესდებაზე და რა ვიცი, ბრძანებაზე. და დასრულებული ურთიერთობები არის შეთანხმებები. ამიტომ 9 წლის უკვე საკმარისად იმაზეა, უკვე თქვენ, ნახე, გია 9 წლის, მაგრამ თანხმდებით რაღაცას. და შეთანხმებას ნახე რამხელა ძალად განსხვავებით, ასე ვთქვათ, სხვა რაღაცას. თქვენ რო რა ვიცი, ახლა ვიღაცა რამდენჯერ ყოფილა შევთანხმდით, რომ 7 საათზე შეგხვდები, ხო? და რატო ხვდებით ხოლმე? უფროსი ხარ, ჩემი დირექტორი ხარ, მამა ჩემი ხარ, დედა ჩემი ხარ? იმიტომ რომ მე ვთქვი და გავაკეთე. და ამას უნდა ბავშვი მიაჩვიოთ. ნელ-ნელა უნდა მიაჩვიოთ. იმიტომ რომ იმის რა ქვია, თინეიჯერულ ასაკს, რასაც ეძახით, ანუ 12-დან 14 წლამდე, ბავშვი იწყებს იმის ტკიცებას სახში, რომ ის არის პიროვნება, ის არის დამოუკიდებელი. და თქვენ შეგიძლიათ ეხლავე დაიწყოთ და უთხრა, რომ შე ლოიზდები და მოდი მოვილაპარაკოთ რა. და ვილაპარაკოთ რაღაცას. აი ესე. და მიაჩვიეთ ამ მოლაპარაკებებს, შეთანხმებებს და მოთხოვეთ შეთანხმებები, იმიტომ რომ შეთანხმების მოთხოვნა ჩვენ ყველას გვაქვს უფლება შეთანხმების დარღვევაზე მოთხოვ მეორე ადამიანს, ხო? შეგითანხმდი არა? კითხე არა? აი ამ ეს მომენტი დაიჭირეთ. რაც შეეხება მეგობრობა, კი არის მეორე მომენტი, არის ეგეთი ოჯახი, სადაც ბავშვმა უარყოფითი ემოცია როგორ შეიძლება მიიღოს. სისულელე მე რომ გითხოთ. იმიტომ რომ თუ უარყოფითი ემოცია არ მიიღო, ის მოწყვლადი ხდება გარეთ რომ გადის, იმიტომ რომ გარეთ უარყოფითი მას აგდებს სტრესში. უარყოფითი ემოციები კი არის, რომ ჯოხი დავიჭირო და ვურტყ. არა, როცა რაღაცა არ მოგეწონა, ეს მან უნდა გაიგოს. ხო, და მეორე მომენტი, ნუ ეს ჩემი პრაქტიკიდან გეუბნები. მიაჩვიეთ გადაწყვეტილებების მიღებას თვითონ. მაგალითად, მე ნამდვილად ესე ვიყავი. მე არც ჩვენ ოჯახში არ ყოფილა, მინდა თუ არა ისწავლე. მე უბრალოდ თუ კიდე ისწავლე. უბრალოდ მეგეთყვი რა მოხდება მერე. შენ გადაწყვიტე. მე ყოველთვის როცა უკვე 9-11 წელს გავეუბნები, რომ ნელ-ნელა მიეჩვიე, რომ პასუხისგებლობა შენ ქცევაზე აიღო შენ. მე არ გეტყვი რა უნდა გააკეთო, მე გეტყვი როგორ ვფიქრობ. მაგრამ შენ გადაწყვეტილებას გააკეთე ისე როგორც მე ვფიქრობ, თუ არ გააკეთებ, ეს გადაწყვეტილება შენი. და გამომივიდეთ ჩვენივად. ჩვენ ყავს უამრავი ხალხი, რომელიც გადაწყვეტილებას ვერ იღებს. დიდი, გითხარით თანამშრომლებს სამსახურში სავსეა ბავშვებით. აი ყველგან მაგას ვაწყობ. ამხელა ხალხია 40 წლის და კიდე ბავშვები იმაჟინზე თქო დებილიაო და ამაზე იწყება ყველაფერი, ხო? ამხელა ხალხია. აი ქვეყანა ქცევებია ბავშვების როლიდან ვერ გამოვიდა. ამიტომ მოამზადეთ დასრულობისთვის და დასრულობის ფორმულა არის შეთანხმებები. შევთანხმდით ვაკეთებ. შეკპირდი გავაკეთე.
დამპირდი გავა. აი ამას მიაჩვენ. და ეს წაახალეს. მე მაქვს ესეთი კითხვა. ნერვიულობის ფონზე შევეცდები რომ კარგად ჩამოვაყალიბო. მოკლედ ჩვენი სურვილი არის ყველასი რომ გქონდეს ყველგან და ყოველთვის ჯანსაღი ურთიერთობა, ოჯახშიც, მეგობრებშიც, სამსახურშიც. თქვენ ახსენეთ ინტერესები ჩვენი და შემდეგ ზეგავლენა ადამიანზე როგორ უნდა მოვახდინოთ, გავატაროთ ჩვენი ინტერესები და მივიღოთ ჩვენთვის კარგი შედეგი. ალბათ ამას ბალანსიც აქვს. თქვენ რაღაც კოეფიციენტის აღწერით შეიძლება დრო დააკვირდეთ ადამიანმა მოგთხოვოს დღეში, ადამიანებმა მოგთხოვონ დღეში 100-დან 150 ინტერესი გაატაროს შევებართ რა. ხოლო ეს როგორ უნდა დავაბალანსოთ ადამიანებმა, აი ოჯახში. შეიძლება უფრო მეტი ინტერესი მოგვინდეს რომ გავატაროთ ადამიანებმა, ვიდრე მეგობრებთან, ხო, ან სამსახურში. და ესეც ალბათ დამოკიდებულია კიდე ჩვენი ინტერესების გატარება ჯანსაღ ურთიერთობასთან ალბათ მაშინც არის, ხო? და აქ თავს კიდე იჩეს მოვალეობებიც, რომელიც უფრო მეტია ალბათ ოჯახში ვიდრე მეგობრებთან. და თქვენ კიდე ახსენეთ, რომ უნდა იყოს ადამიანი ჭკვიანი უნდა იყოს ადამიანი. ხო, ეს ალბათ ემოციურ ინტელექტზე არის აქ საუბარი და ჩვენ უნდა ვიყოთ ნაკლებად მომთხოვნები, რომ უფრო ბედნიერები უნდა ვიყოთ ურთიერთობაში, ან როგორ დავაბალანსოთ, აი ეს კოეფიციენტი არ იყოს. ჩვენ მიერ განსხვავებული 100 და 150 კი არის 50, ამაზეა დამოკიდებული ჯანსაღი ურთიერთობა. ჩვენ უნდა ვიყოთ ნაკლებად ეგოისტები, თუ აი რაღაცნაირად რომ მიმართულება რომ მოგცეთ რა, როგორ შევინარჩუნოთ ჯანსაღი ურთიერთობა. მოდი ესე დავსვა კითხვას მოკლე პასუხები თქვენგან. პირველი. თქვენ თუ არა ხართ სადისტი ან მაზოხისტი ან ამ პათოლოგიას იმასე, თქვენ სადაც იმყოფებით, იქ თქვენ დადებითი ემოციები გაწყობთ. კი. თქვათ ოჯახში, ხო? ესე იგი მე ვარ თქვენი ოჯახის წევრი. ესე იგი თქვენ თუ დადებითი ემოციები გაქვთ აქ, თქვენ თუ შექმენით აქ, მე კარგად გძნობ ხო თავს? და თქვენც კარგად გძნობ. სამსახურში მიხვედით, იქაც შექმენით დადებითი ემოციები. თქვენც კარგად ხართ და სამსახურიც კარგად არის, ხო? ესე გამის რომ ამოცანა მე ვიცი რა უნდა გავაკეთო. ეხლა როგორ კეთდება ეს? არც ისე რთულია. პირველი დავალება, რასაც ვაძლევ ხოლმე უნივერსიტეტის სტუდენტებს, ნუ იქ დიდხნიანი კურსია ეს ხო რა, ერთად. მეუბნები რომ მოდით აი სახში რომ მიხვალთ, ცადეთ რომ თქვენი ოჯახის წევრები ვინც ხვდებათ, დამიყენოთ უფრო კაი ხასიათზე, ვიდრე დაგხვდებით. ანუ კარგზე დამხვდები, უფრო კარგზე უნდა დაგაყენო, ძუძე დამხვდები კარგზე. მეორე კვირას რო ხვდებით ხოლმე თითეული მიყვება ვინ რა მოიფიქრა. მოდი ორიც არის ნამდვილი ისტორია, ჩავდე ლექციისთვის რაც ჭირდება, გითხრათ მე არ ვიყო. გოგონა მიყვება რომ მე მამა ჩემი მხვდებაო, დედა ჩემიო და ჩემი ძმაო და თქვა რა თქვით რომ აბა კაი ხასიათზე თუ დააყენებო, ჩემს რაღაც შოკოლადი უყარსო, ის უყიდეო და კომპიუტერთან იჯდა ავედი, მამა ჩემს ვიცი რა უყარს, ჩავახუტეო და უთხარიო სოფლიოში ყველაზე აი მამიკო მყავსო. მერეო ბოდიშითო ვერ ვიტან ჭურჭლის რეცხაო, მაგრამ ხომ მითხარით რომ ყველა კაი ხასიათზე უნდა ჭურჭელი იყო, ის დავრეცხეო და შევედი ჩემთან ოთახში, გამოდევ სამივენი ერთად ხედე რა გჭირს გოგო შეედი. ამ ქცევით მთელი საღამო, მთელი ოჯახი იყო კაი ხასიათზე. და რა დავხარჯე წარმოიდგინე, რა დავხარჯე? სულ რაღაც 3-4 წუთი. მეორე ისტორია, დედაჩემს უყურს ჩემთან ლაპარაკიოდა, მე დაღლიმედი ვარ და არ მაქვს ხოლმე თავი ლაპარაკის და თქვენ რომ მითხარით რომ კაი ხასიათზე დავტოვეო, დავჯექითო და სამზარეულოს მე დედაჩემი ვილაპარაკო, თან ცოტა დავლიეთო. მე თქვი შენ როგორ გაიცდები თავს მე? არა, რა ხდებოდა მეთქი და დედაჩემი ბედნიერი იყო. მეთქი დედაშენზე არ გეკითხები შენ მეც ბედნიერი ვიყავ. ნახე რა ადვილია ამის გაკეთება. თქვენ როგორ რა რთულია აქ? უბრალოდ ჩვენ არ ვფიქრობთ. შემდეგი თქვენ ახდენთ სიტყვა მოვალეობა. აი, დააკვირდით. მოვალე. რას ნიშნავს ვალი მაქვს ხო? აი, მე მოვალე ვალი მაქვს თქვენი ხო? ეხლა მითხარით რომელ ადამიანს უყვარს მეორე ადამიანის დანახვა, ვისი ვალიც აქვს? ვერ გიტან, ვალი მაქვს შენი, ხო? და პირიქით როგორ ავარ, იცი, ოღონდ არ დამანახო შენ. ზუსტად ეგაა, რომ მანდაც არასწორი მიდგომაა ოჯახში. მოვალეობების შეხსენება არის ვალების შეხსენება. კარგია შენ ლოგინში რო იწვეს აკრედიტო ოფიცერთან და დილას რო გაიღვიძებ 1000 ლარი გაქვს დღის ბოლოს შესატანი. იმიტომ კი არ უნდა აკეთო რომ მოვალე ხარ, იმიტომ უნდა აკეთო რომ მიყვარხარ.
მე რა საჭმელს ვამზადებ, იმიტომ კი არა მოვალე ვარ. არა, მიყვარხარ და ყოველდღე იმის გახსენება რომ მიყვარხარ გაცილებით კარგია, ვიდრე ყოველდღე იმის გახსენება რომ მოვალე ვარ. ამიტომ შინაგანად რა თუ გინდათ ბედნიერი ურთიერთობა ვალდებულება უნდა ჩახსნათ. მაშინ ურთიერთობების სხვა ნუ გეშინია არავინ არ გაექცევა იმ ურთიერთობებს ისევ ის და მაგრამ სხვა გზნობით აკეთე. ხო? ბიჭო, მოვალე ხარ სამსახურში, მოვალე ხარ შუქნიშანთან, მოვალე ხარ სადღაც, მოვალე ხარ და გაგიჟდა ეს კაცი და წავიდა მე დაიწყო სმა. ძმა კაცებში იმიტომ რომ იქ ცოტახანი არ არის მოვალე, ხო? ან ქალი გაგიჟდა, ხო? ანუ სადღაც ხო უნდა შექმნა რაღაცა და რას ქვია, საყვარელი ადამიანი მოვალეა. ვალდებულია, ვალი აქვს ჩემ. რატო? და მე იმისთვის რომ დიდხანს იცხოვროთ, უნდა გაიხსენო, იცი რომელი პერიოდი რო გაიცემი. იმიტომ რომ იქიდან უნდა წამოიღო ის სიყო და აქ ჩაასხემ, რომ აქ არაფერი აღარ ხდება. აქ მარტო ვალდებულებები, იქ რა კაი იყო კაცო. და ერთხელაც აღარ ჩაასხევ და იტყვი რატო ის დღიერ დაიწვა შენ რომ გაგიცანი წადი შენ და ასე შემდეგ რა. ეგეც არასწორი ფიქრების ბრალი, არასწორი კომუნიკაციის ბრალი. სხვათაშორის უფრო ქალებს ესმით ხოლმე ჩემი და ამ შემთხვევაში კაცებმა გაიგეს, რომ ქალი, მოიცა, ბავშვი რა გამოსაყონი არ უნდა უთხრა ესე იგი? არა, უნდა უთხრა, მაგრამ სხვანაირად უთხარი რა, უთხარი რა. რა ვიცი მე, საყვარელო ძვირფასო. მე რაღაც პრობლემა შემექნა და შეგიძლია დღეს ბავშვი შენ გამოეყვანო, თუ არ შეგიძლია, მოდი, ეს არ არის დავალდებულება. და ის მას თუ უყვარხარ, რა ყველაფერს გააკეთებს, რომ შენ მოგეხმარ. ყველაფერს გააკეთებ, იმიტომ რომ სიყვარული არჩეულებრივი გზნობაა, ხო? ფორმას გააჩნი. ნახევარზე მეტი ჭუბები არასწორი ფორმის გამოა ურთიერთობის. მადლობა ბატონო ზუსტის თქვენ თავიდან ახსენეთ რომ ყველა ადამიანი ცდილობს სხვაზე მოახდინოს თავიდან. აბსოლუტურად სხვა აზრი გადაჭრით ამასთან დაკავშირებით. უბრალოდ გავლენის მოხდენა მეორე ადამიანზე, ვინც არ უნდა იყოს, ეს არის ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე პაქიზი და დაუნდობელი ფორმა. ვთქვათ, მე როცა ბავშვს ვზრდი, ჩვენ ბავშვიდან და ვთქვათ, ვეუბნებით, რომ ცხოვრება ბრძოლა არ არის და ახლოს ის უნდა გავზადოთ, ჩამოაყენოთ ჰომოპოლიტიკოს თუ ადამიანად, რომელიც საზოგადოებაში უნდა მისი ამ საზოგადოების სრულფასოვანი წევრი იყოს. და ვეუბნებით, რომ აი იცი რა შეიძლება ბრძოლა რაღაც ბრძოლა არ არის, ხომ არ ვატყუებთ. და მით უმეტეს მეორე დებულება თქვენ რომელიც გზადეთ კიდევ იყო ეხლა აი თქვენამ საინტერესო შეკითხვა დასვა სხვათაშორის იგივე სამსახურთან საზოგადოებაში პოლიტიკაში და ასე შემდეგ რომ იმ საზოგადოებაში და იმ ინფორმაციაში რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ რაღაც ლიბერალებს არ ვიხსნათ თავისუფალი ეკონომიკის ასე ვთქვათ გარკვეული ფორმაცია არის ხო ეხლა რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით დასავლური ცივილიზაცია და მის ერთ-ერთი ასე ვთქვათ მთავარი მახასიათებელი არის საკუთარი თავის მარკეტინგიც, საკუთარი ცოდნის უნარჩვევების. ხო? და მარკეტინგი და შესაბამისად საკუთარი გაყიდვა, ხო? ამას ნიშნავს ზუსტად ეს თავისუფალი ეკონომიკის საკუთარი გაყიდვა. იგივე სამსახურში ნიშნავს სხვაზე, ხო, პირადობის მოპოვებას, რომელსაც პრინციპში იგივე HR-ი ყველა სამსახურის თხოვს. იგივე კანდიდატს აი რითი ხარ სხვაზე უკეთესი და ასე შემდეგ და გამოიჩენ თავი. აი ისევ და ისევ უბრუნდები ბავშვს ხომ არ ვატყუებთ იმასთან დაკავშირებით, რომ ეცი მოდი უფრო დამთრობი იყავი და რო ასე ვთქვათ, აი ნაკლებად ზოლას აღიქვა. კარგი, ჯერ ესეთი თქვენ თვითონ თქვით დებულება, რომ გავლენა არის ყოველთვის აქიზი და ისეთი ინსტრუმენტიო და თუ მაგდებ ბრძოლისო და ბრძოლის არ არის. თქვენ თუ თქვენი შვილისთვის ავტორიტეტი ხართ და ის ხედავს, რომ თქვენ განათლებული ადამიანი ხართ და კითხულობთ, თქვენ გავლენა გექნება და ისიც წაიკითხავს. თქვენ თუ ამასაც ბრძოლას ეძახით და რუსეთ-უკრაინის ომსაც ბრძოლას ეძახით, მე მგონი განსხვავება არის. და ეხლა უყურეთ, კაი, სხვანაირად გეტყვით. თქვენ ცხოვრობთ, წარმოიდგინეთ, კორპუსში, ბინაში
და 10 მეზობელი ყავთ, რომელსაც ვერ იტანთ. აი რომ დაინახავთ, ცუდად ხდებით. უარყოფითი ემოცია. რო გადიხართ ამ ბინიდან, რა ვარიანტი გაქვთ, რომ კაი ხასიათზე გახვიდეთ? ძალიან ცოტა ხო? და თუ 10 მეზობელი ყავს, რომელიც გიყვარს, გადიხარ ბედნიერი და ხვდებით, რომ რაც უფრო კეთილი ადამიანი, უფრო ჭკვიანია. და რა პირიქით, ჩვენ კეთილებს ვიძღნო ხარ ეგეთი კეთილი შედიოდო. იდიოტი არა. კეთილი ადამიანის ცხოვრების ხარისხი მილიონჯერ მეტია. ყველა თქვენ აი იმ ჩამოთვლილ ადამიანს. ამიტომ ჭკუაოდ იქ როა ბიბლიაში გიყვარდეს მტერი შენი მორალური კატეგორიიდან არ არის, გონივრული კატეგორიიდან არის. იმიტომ რომ რაც უფრო მეტი მეზიზღებით, მით უფრო მე ვარ ცუდად. და რაც უფრო მეტი მიყვარხართ, მე ვარ კარგად. ნახე, არ დაფიქრებობა, რომ ვიღაცის შეფასებით მარკეტინგულად სიკეთე იდიოტობაა, ანუ სისუსტეა. და თუ კარგად ჩავარმავდებით, რაც უფრო ჭკვიანი ხარ, უფრო კეთილი. და შენ გაქვს ცხოვრება დავაგებ. ეგ სისტემა მუშაობს კონკურენციას და სხვადასხვა კონკურენცია ნიშნავს ვაჯობოს სხვას. და იმიტომ არის რომ სამსახურში კონკურენციული მოდელის შეტანა, აი ეს HR-ები, HR-ები, კაი ხალხია ხოლმე, ეგეთ რაღაცებს არ აკეთებს, უფრო ხელმძღვანელს არ ისმის ხოლმე. იმიტომ რომ სხვამ არ იცის რომ კონკურენციული მოდელი ერთი სამსახურის შიგნით ამ სამსახურს ვერ განავითარებს და ცოტა ხანში ის სამსახური, სადაც ეს მოდელია, არაფერ აღარ ევარგება. იმიტომ რომ კონკურენცია არის, მე უნდა გაჯობოთ თქვენ. ადამიანის ტვინი მოწყობილია მაქსიმალური ეკონომიისაკენ. ეკონომია ნიშნავს, რომ თუ თქვენ 100 მეტრს გარბი ხართ 10 წამში, მე რო არ ვიჩარიჩო რომ 8 წამში გავირბინო, თქვენ არ უნდა გაირბინოთ 10-ში. ეს იდეა მომივა, მე თუ არ და არ დამწოთ, ხმა ჯანსაღი ხალხიო და იდეალური ქმარი და იდეალური კაციო და ეგეთი სიტყვები ისე მოსახმარად არის. ამიტომ ნახე მე ვიწყებ თქვენი საქმეების გახუჭებას. და ჩემი კონკურენტი ხარ. თქვენთან ოთახში რომ რაღაცა ცუდი ხდება, კი არ გავაჩერებ, თქვენ არა ხართ. მე მაგ მთელი ეშხი ხვალ ჩვენი უფროსი შენ რას გიზავს, როგორ მოგხვდება. და ამ განცლებს ახალ. რატო არის სამსახურში დადგუფებული? იდიოტური მართვის სისტემით ეს სისტემა ჯერჯერობით კონკურენცია შეიძლება ორ სხვადასხვა უწყებას შორის. იურიდიულ აი სიტყვა საქართველოს ბანკი, TBC ბანკი ვითარდება. შენ ორგანიზაციაში, შენ სამსახურებში თანამშრომლები თუ მოყავს კონკურენციაში ძალიან არ გწოდნია მართვა, ვინც ესე აკეთებ პირდაპირ ვეტო. მეორე мотиваცია არ გაგიგიათ ცხოვრებაში, ეგ მიკვირს ხოლმე ხალხი ხელმძღვანელია და ეს კონკურენციის გარდა თავში არაფერი გაუგია. კორპორაციული мотиваცია არ გაიგიათ. არ გაიგიათ რომ კონკურენციის გარდა არსებობს კორპორატიული мотиваცია. ამიტომ თუ თქვენ შექმნით გლობალურად, ანუ თქვენ სამსახურში იქნება კორპორატიული мотиваცია, იქ პატარა კონკურენციის ელემენტების ჩადება შეიძლება, მაგრამ თუ თქვენ სამსახურში შემოგვიყვანთ კონკურენცია, თქვენ ერთ ჯგუფს კონკურენცია უყვარს ხოლმე უფროს რატო იცი, რა ხიბლი აქვს, რა სულელური ხიბლი აქვს. როცა კონკურენცია სამსახურში უფროსი არის ინფორმირებული ყველაფერზე. იმიტომ რომ ამბები მიაქვთ. მე რაც თანამდებობაზე წინ მივდიოდი, ამდენი ამბის მონტანი და მოხალისე მე არ მინახია. ყველაფერი ვიცოდი, სამსახურში რა ხდება კი არა, სამსახურის გარდა ვინ გულიაერია, ვინ ვისთან წევს, ვინ რა გაკეთა. აი ეს ინფორმაცია მოდის, აი იმიტომ ერთმანეთის მიმართ არის და განაწყე შენ. მე ხდი? როგორ არ ხდება? შეისწავლეთ ეს. ეხლა თქვენ გადაყევართ მართვის ორგანიზაციის კურსზე და მაგის კურსი მაქვს და ნუ გამაკეთებინებთ რომ ხა სხვა კურსი შემოვიტანო, მაგრამ უბრალოდ გაეცანეთ მაგალითად, ავიღოთ თქვენთვის ცნობილი Google-ის მართვის სტრატეგიები და აიღეთ Amazon-ის. ურთიერთდაპირისპირებულია. Amazon-ი არის რომ თანამშრომელი არის ჭანჭიკი და როგორ თავშინდად საშინელისა, Google-ი არის სხვანაირად. გაეცანეთ როგორ იმართება იქ სიტუაციები და ნახეთ, ეგ რატოა საინტერესო, იცი? ცოცხალზე ისე თეორიულ ვარიანტში რო არ დავრჩეთ, ჩვენ ვნახოთ ფინანსური მოგებები ვისაა. ეს Amazon-ი ტრადიციულია, Google-ი ახალი ვარიანტზე ფიქრობს, ხო?
ბოლო 2 წელი რაც ვნახე, ახლა აღარ მიმიდევნებია თვალყური, Google ნელ-ნელა ასწრებს ფინანსურად ამათ და თანამედროვე შეხედულებებით ავტორების, რომლებიც მართვაში ერკვევენ, სულ 10-12 წელი დარჩა Amazon-ის ტიპის მმართველობას. ანუ ვინც ისე მართავს, ის სისტემები და ორგანიზაციები ყველა ჩაიძირება ქვემოთ. იმიტომ რომ ნახე, შემსრულებლების სამსახურში შემსრულებელი თანამშრომლების დრო გავიდა. თქვენ არ გინახიათ ალბათ ხელოვნური ინტელექტი HR რეკრუტერი. მე ვნახე ქართულ ენაზე. 300 კაცს ურეკავს ერთდროულად. შენ რო თანამშრომელი დაგესვა 300 კაცს წარმოგიდგენ, რამდენი ხანი უნდა ურეკო. ეს ერთდროულად ელაპარაკა ჩანიშნულს ნაკეთებს. ცოტა ხანში ხელოვნური ინტელექტი შემსრულებლებისგან აიღებს ადგილს და შენ გჭირდება ნიჭიერი თანამშრომელი. და ნიჭიერი თანამშრომელმა გონება უნდა ამუშავოს და გონებას ვერ ამუშავებს იმ ვარიანტში, რასაც ტრადიციული მართვის სისტემაა. ნახე, მიდიან იმაზე, რომ საითკენ მიდიან, ჩემთან რომ მოხვალ ოფისს რაც აქვს საქმე 4 საათი უნდა მოახმარო იმას და 4 საათი საკუთარი თავის განვითარებას. მე შენ ისე უნდა დაგტვირთო, რომ შენ დრო გქონდეს შემოქმედებითი მუშაობისთვის. იმიტომ რომ როცა რუტინა აქვს ადამიანს, ის შემოქმედებითად ვერ აზროვნებს და უკვე გადადის სხვა გრაფიკზე. ამიტომ ძალიან ბევრი რაღაცა იცვლება და მით უმეტეს ორგანიზაციების მართვა შესაძლებელია და ეს არ არის მარტო ჩემი მოსაზრება. ჩვენ კლასიკურა ყველაზე გამართული ორგანიზაცია, რაც თქვენ იცით, კლასიკურ ვარიანტში, ამის მოდელი დამთავრდა 1950 წელს. და 50 წლის მერე რამდენი რამეა შეცვლილი და მართვის სისტემას ვერ ცვლია. ჩვენი მართვის სისტემები გადასული არიან იმაზე, რომ პრემია, ბონუსი, შეიძლება თქვენ დრო სამსახურში არ მოხვალთ, მე ხელფასი დაგიქვithოთ. ამისთანა იდიოტობა როგორ უნდა გავაკეთო? იმიტომ რომ მაგის გასწავლი სამსახურთან არასწორ დამოკიდებულებას. არ დავასახელებ რაღაც ორგანიზაცია, ხო? 30 ლარს უკვითავს თუ დააგვიანებ. ესე გამოდის რომ მე 120 ლარი მოგიტანო, შემეშვი. ეხლა მინდა დავაგვიანო, შენ მეუბნები თურმე მაგი შემიძლია ვიყიდო. მაგრამ ძალიან ბევრი კვლევებია რა, და ხარ ნუ გადამოყვანთ იმ კურსზე, არ არის კონკურენცია, ცალსახად ვამბობ, 7 ჯერ მოვაწერ ხელს. ორგანიზაციის შიგნით თანამშრომლების კონკურენციაში მოყვანა ისე რომ არ იყოს გლობალური ისა, რა ქვია, გადასული мотивация არის შეცდომა, ძალიან დიდი შეცდომა. კონკურენცია ანვითარებს დამოუკიდებელ სტრუქტურებს. კი ბატონო, ფილიალები თუ გაქვთ, ქსელი თუ გაქვთ, თქვა 2 მაღაზია გაქვთ, ეს მაღაზია და ეს მაღაზია შემიძლია დავაკონკურენტო, კი? მაგრამ მაღაზიის შიგნით არ უნდა დავაკონკურენტო თანამშრომლებს. ასე რომ მაგას ის აქვს, რა ქვია, წარმავალი ის არის რა, კონკურენტობა, ის ეგეთი მოდელი ჰქონდათ ამერიკელებს, იაპონელებს აქვთ ძალიან კორპორატიული, მიხვდნენ რომ არც ის ვარ ბოლომდე და დაიწყო ალიანსების შექმნა. მაგალითად, ავტომობილოში რენო, ფრანგული შეეკრა ნისანს, იაპონური და ქვეყანა გაერთიანებებია, იმიტომ რომ ინდივიდუალიზმი, ასე ვთქვათ, არ არის ერთადერთი და ხშირად არასწორია, იმიტომ რომ მტრულ გარემოს ქმნის სამსახურში. ყველა ვარიანტში მტრულს ქმნის. მოსაბუთით კითხვა არის ესეთი, რომელი გამოხატება პროფესორებია წესუხარებაში ვიყავთ და თუ გამოხატება ემოციები, რომ მე საკითხთან არ ვიყავთ მშრალობაში. რატომ არ გავიცით საკითხს ოფი ადამიანებს? ცოტა უცნაური კითხვა. გახსოვთ გითხარით, რომ კომუნიკაციაში შეხვიდეთ მაშინ, როცა ჯერ დაადგენთ რა გინდათ და როგორ მიიღება ის შედეგი, რა ემოცია უნდა გამოვიწვიო. სათანადო პასუხი ვიღაცამ რაღაცა გააკეთა. ჯერ ფიქრობ რა მინდა ახლა მე მივიღო. შესაბამისად, იქიდან გამომდინარე რა მინდა მივიღო, მე ვფიქრობ რა უნდა გავაკეთო და მე მოქმედებ. აქედან ამოდი. იმიტომ რომ თუ გულისხმობთ რომ ვიღაცა მოდი ესე დავარქოთ, ხო, ჩვენ ვიზა თუ ვიღაცა იდიოტია, მე რო ახლა რაღაცას ვეტყვი, ის დაჭკვიანდება? კარგი, მე რო ვეტყვი, ის ჩემს მიმართ კეთილად განეწყობა? მე რო ვეტყვი, რა მოხდება? და დაიფიქრე იმაზე, რა შედეგი გინდა რომ დადგეს. საერთოდ ხო იცით ეს გამოთქმა როა, შენ რო ვიღაცას ელაპარაკებებ და ფიქრობ რომ ვერაფერი გააგებინე ამ იდიოტსო, ის იგივეს ფიქრობს შენზე. ზუსტად იგივე.
ხო და რაში იქიდან გამომდინარე რას მიზანი მაქვს იქიდან უნდა ვიმოქმედო. გული მოვიფხანე რა. იგივე სამსახურში არის თანამშრომელი, რომელსაც პატარა თუ დაკაჩავ, კარგად მუშაობ და არის ვიღაცას პატარას დაკაჩავ და ვეღარ მუშაობს. ხო, რა, პატარა რაღაცა არ მოგეწონა და აღარ მუშაობს, ცხენლები მოძდე თვალები. მე რა მაინტერესებს, რა ცხენლები ყვაროს? შედეგი მაინტერესებს. შესაძლოა ნახე ამასთან სხვანაირად უნდა ვიმუშაო, იმასთან სხვანაირად უნდა ვიმუშაო. ახლა შედეგი მაინტერესებს. ასე რომ ამოდით კონკრეტული ამოცანიდან, უბრალოდ წარმოდიეთ რა მოხდება. გადამტერ საერთოდ იცოდე რომ ყველა ურთიერთობის პოზიტიური ნაწილი ერთ ადამიანთან პოზიტივი არის თქვენი კაპიტალი. და ერთ ადამიანთან ნეგატივი არის თქვენი რისკი. ანუ ფული კი არ უნდა აგროვო, პოზიტიური ურთიერთობები უნდა აგროვო. შენი კაპიტალია. და ამას ნახე დავარტყი, ძალა მქონდა მოვერიე, დავარტყი, ძალა მქონდა, დავარტყი, ვიღაცა. ნახე რა რისკები მაქვს. აი ეს რომელიც ახლა სუსტი იყო და მე მოვერიე და გავაჩუმე და მივაჩუმე. როდესღაც შეიძლება ჩემზე ძლიერი გახდეს. ერთი, მეორე, ეს და ეს შეიძლება გაერთიანდნენ ჩემ წინააღმდეგ. ასე რომ ჭკვიანი უნდა იყო რას აკეთებ და მაგითხვი სულ თავიდან ყველაზე კარგი არის იფიქრო და თან დაფიქრდი რა შედეგის მიღება გინდა და იღებ თუ არა. ჩვენ ღიზიანდებით ხანდისხან ადამიანზე რატო ის თავზე ფიქრობს კარგად. დაბა კარგად დავფიქრდეთ. ეს გაღიზიანება ხო არ ნიშნავს იმას, რომ ბიჭო, მე არ ვაძლევ ჩემ თავს ამის უფლებას და ეს როგორ აძლევს, ანუ ცოტა შორის ელემენტით შეიძლება იყოს მაგ. იფიქროს რა, ვერ გავიგე. გონი ადამიანს თავი ჭკვიანი. ან მე რატომ ეშლება ნერვები იმას რო გონია ჭკვიანი. მე რატომ ეშლება? იფიქროს. თუ მე მიშლის რაღაცაში ხელს, იმას გავასწორებ სხვანაირად. მე თუ მეშლება ვეტყვი ხელს, მაგრამ თავისთავად ის თუ ჩემი ახლობელია და მიყვარს და მინდა რომ კაი ადამიანი დადგეს, დაველაპარაკები, ანუ კაი დავსვა და ვეტყვი რომ აი რაღაცები ის არ არის. უბრალოდ მიზანი ჯერ გავერკო მე რა მინდა. ხშირად არის ხოლმე, მე რატომ ვამბობ რომ ადამიანი ბრაზდება მეორე ადამიანზე, იმიტომ კი არა რომ ის ადამიანი თქვენ არ გულისხმობთ, უბრალოდ თემაა ესეთი ბრაზდება იმიტომ რომ თვითონ რასაც არ აძლევს თავის თავისუფლებას და ის აძლევს, იცი რა აბრაზებს რომ მე არ ვაძლევ ჩემ თავს და შენ რატო აძლევ? ეს არასწორი გაბრაზება. არასწორი გაბრაზება. ანუ ვიღაცა უფრო თავისუფალია ვიდრე შენ ვერ ხარ თავისუფალი, ნუ ეგეთი გაიზარდე რაღაცნაირად და უკვე ნერვები მეშლება ის რატოა თავისუფალი. აი იყოს თავისუფალი, შენ რა, ანუ ყოველთვის დასვით კითხვა მე რა მინდა მივიღო და მე თვითონ გზას დაინახავთ რა. ისე ზოგადად ვაგეუბნებით რომ ეცადეთ რომ ყველა ვარიანტში ურთიერთობა იყოს პოზიტიური. პოზიტიური მას არ ნიშნავს რომ ძმაკაცია თქვენი მეგობარია და რაღაცა ესაყოლა, ადამიანთან ურთიერთობები დადებითი კუთხით შენარჩუნებული არის თქვენი კაპიტალი. ყველა ვარიანტში რომელი ადამიანიც არ უნდა იყოს ეს. როგორი ადამიანიც არ უნდა იყოს თქვენი კაპიტალი. და თუ კიდე ჯგუფი მოილაპარაკებთ და 4 კაცი და 3 კაცი დაელაპარაკებთ იმ თემაზე თუ პრობლემა აქვს ამ ადამიანს ჯგუფური დაწოლა ძალიან ძლიერი დაწოლა ერთი რო ელაპარაკები არა მაგრამ როცა კოლეგები გეუბნებიან რომ მოდი რა ესე არ გინდა რა თანახე იმიტომ კი არ გეუბნები რომ არ გინდა რომ ცუდი ხარ ხო ცუდ იმას ტოვებ ხო ან რაღაცას ტოვებ ეგრე და მოდი ესე გააკეთე თუ ოღონდ იცოდეთ რომ თუ ის არ იქნება თანახმად წავა სამსახურიდან ეგეც იცოდეთ ნუ შენ შეთავაზე და ახლა იმე ეს აუბრი მათემატიკის საინტერესო ჩემ ფაქტში მქონარებს სისტემა იკუსალა მაინტერესებს ენცაკური შემთხვევაში რა დააქვს სიტყვა შეიძლება თქვა გამოსწორდეს უკვე რაღაცა შავებული ან გადამატებით ემოციურად შავდება იმისთვის რომ ვიღაცა უნდაკელი ადამიანი რომელსაც ასე სიტყვით ვავნეთ ისეთ შემოვიდეთ Mulțumesc și mie și școala și comarii, მე და მე პრაქტიკაში ხდები რომ ის რაღაცა დააშავე და მართლაც აქვს ყოველთვის ისეთი შეგრძნება რომ აი ჩემზე ისწავლეთ თქვენ მშობლობა და აი განაცხადი დაბა ვიზე უნდა გესწავლათ ახლა რა გეთქვა და აი ეხლა დავაკვირდი რომ შემდეგ შვილებზე ახალ ვიშობ იმ სიტუაციებს მუდაზე პარაკმობი სამადელს აი მეცნობიერში შეიძლება ფიქრობთ რომ გავთ რაღაცა არასწორად ხარ არასწორად და აი ამის დამატებითი ემოცია რა უნდა ჩავთო იმისთვის რომ ეს პირველი გაუყარდეს ასე
თანაბრად ერთი პირველ ბავშვს აქვს რაღაცა მინუსებთან ერთად რომ სწავლობ აქვს პლუსი. მაგრამ პირველ ბავშვზე არის მეტი ყურადღება მშობლების მხრიდან, მეტი სიფრთხილე და მეტი სიყვარული. მეორე ბავშვს ყურადღება ეყოფა ორ ნაწილად. პირველ ბავშვს ეს აკლდება ავტომატურად, მაგრამ მეორეს არ აკლდება, იმიტომ რომ მეორეს რაც შეხვდა გონია რომ ეგ უნდა იყოს. მესამე ბავშვი რო გეყოლება, უკვე იყოფა სამ ნაწილად და ამიტომ არის ხოლმე რაც ბავშვების რიგი, რაც ბოლო ბავშვია, უფრო პრაქტიკული გამოდის. პირველი არის ხოლმე ნაკლებ პრაქტიკული და ემოციური, არ აქვს მნიშვნელობა გოგოა თუ ბიჭი, ბოლო შეიძლება ვაფშე თავისად თავს თვითონ მიხედოს, თუ მეხუთე და მეშვიდე შევედი. ასე რომ ნახე, ამას რაღაც პლუსები აქვს, ამას რაღაც მინუსები აქვს და ლაგე და ახლა რა ამას შეხვდა მეტი სიყვარული, მეტი ზრუნვა, მაგრამ ბევრი შეცდომები, ამას ნაკლები შეხვდა, არა ნაკლები შეცდომები. ასე რომ დაბალანსდა, დამთავრდა. ნუღა გაწუხებთ ეს საკითხი. მადლობა.